საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ მუშაობას ლორდ კიფანიძის ვლოგზე. ჩვენ უკვე ჩაწერილი გვაქვს 10 ვიდეო. ეს სოლიდური მონაცემი არ არის, თან დიდი დრო დაგვჭირდა ამ 10 ვიდეოს შესაგროვებლად, მაგრამ თლად არაფერსაც ვერ დავარქმევთ ჩვენს ამბავს და ჩვენს შრომას. 10 ვიდეო რაღაც ზღურბლს, რაღაც თამასას ქმნის. ეს ნიშნავს, რომ ეს ვლოგი მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა, ხარდაჭერის არარსებობისა, მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, იგი გადარჩა. არსებობს, ასე რომ ყურებს არ ჩამოვყრით, გავაგრძელებთ მუშაობას ამ ვლოგის მორიგ ეპიზოდებზე და დღეს მორიგ ნაბიჯს გადავდგამთ წინ. დღეს მოგვიწევს ჩვენ საუბარი თემაზე, რომელიც ძალიან ყურს მოსჭრის ჩვენს ბევრ მსმენელს. დღეს ჩვენ მარქსიზმზე ვისაუბრებთ. ოღონდ მარქსიზმის თაობაზე არ გვექნება აკადემიური ლექცია, იმიტომ რომ ეს ისეთი თემაა, რომ ერთი ვლოგი და ერთი ვლოგების სერია არ ეყოფა იმას და კაცობრიობა ამდენი საუკუნეა უკვე სწავლობს ამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და სერიოზულ მოძღვრებას, ასე რომ აკადემიური ლექციის ფორმატში ჩვენ მის განხილვას არ ვაპირებთ, პირიქით ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც არიან დაინტერესებულნი პოლიტიკური თეორიებით ან იდეოლოგიებით, ჰქონდეთ YouTube-ზე რესურსი, რომელსაც ჩართავენ და 1 საათში, საათნახევარში გაიგებენ ძირითადი დებულებების შესახებ, მარქსიზმის ძირითადი დებულებების შესახებ, მთავარ მოსაზრებებს, ცენტრალურ მოსაზრებებს, ელემენტარულ მოსაზრებებს, ხო, ანუ პირველად ცნობებს, რომ მიიღებენ მარქსიზმის თაობაზე, აი ამ ტიპის რესურსის შექმნა გვინდა ჩვენ YouTube-ზე. ამიტომ ჩვენს დღევანდელ ეპიზოდს ერქმევა ელემენტარული მარქსიზმი, მარქსიზმის ანისა და ბანის შესახებ ვისაუბრებთ, საწყისი ყველაზე მთავარი დებულებების შესახებ ვისაუბრებთ და ჩვენი საყვარელი ვლოგის, პატარა საყვარელი ვლოგის სტუმარი იქნება ძალიან საინტერესო და გამორჩეული ადამიანი, ძვირფასი პროფესორი, დოქტორი დათო გალაშვილი. დათო წლებია იკვლევს მარქსისტულ თეორიებს და არა მხოლოდ იკვლევს, არამედ სწამს ჯერა ამ თეორიების მეცნიერული ღირებულების და არა მხოლოდ მეცნიერული ღირებულების, არამედ საზოგადოებრივი პოლიტიკური ნიშნულობის. შესაბამისად, მისი აზრი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, როგორც პროფესორისა და დოქტორის, ფილოსოფიის, ისტორიის სპეციალისტის და ასევე როგორც იმ ადამიანის, რომელსაც პრაქტიკულ დონეზეც სწამს ამ იდეების მნიშვნელობა. ასე რომ შევუდგეთ ბატონ დავითთან ინტერვიუს და აქვე ისე შესავლისთვის ერთ ამბავს გავიხსენებ, რომ მე როდესაც სტუდენტი ვიყავი 2010 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, ანუ 16 წელი გავიდა, მას შემდეგ როგორ გაირბინეს წლებმა, თუ ეს ირმა სოხაძის სიმღერას ახლა მე კარგად და დახვეწით ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ მართლა გაირბინეს წლებმა. უბრალოდ რისი თქმა მინდა, მე რომ უნივერსიტეტში შევედი, სიტყვა სოციალიზმი, მარქსიზმი, სოციალური დემოკრატიაც კი როგორ გეხსენები და შეიძლება აგური ჩავერწყა ვიღაცას თავში, იმიტომ რომ ეს იყო გაგანია მიშიზმის ეპოქა, ეს იყო ლიბერალური ავტორიტარიზმის ეპოქა, მანამდე ნაციონალიზმის და მსგავსი რაღაც რა შეიძლება დაარქვეს შევარდნაძის ნეონომენკლატურის ეპოქა ჰქონდა გამოვლილი ჩვენს ქვეყანას და სოციალიზმს რო გეხსენებინა, რა თუ სოციალიზმი და მარქსიზმი, ესეც უკვე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დანაშაულად შეიძლება ჩაეთვალათ შენთვის და რუსეთუმეთ გამოეცხადებინეთ, ხო? მაშინ ესე იყო, რომ თუ სოციალისტი ხარ, რუსეთუმე ხარ, თუ მიშას ეწინააღმდეგები, რუსეთუმე ხარ, თუ მიზესი და ჰაიეკი არ მიგაჩნია სამყაროს ცენტრად, ხარ
რა ვიცი სტალინისტი და სიკვდილის ბრიგადების მომხრე და ასე შემდეგ. ესეთი დამოკიდებულება იყო მაშინ. მოკლედ ძნელი იყო, რომ სოციალიზმზე სიტყვა დაგეძრა, მარქსი შეგეფასებინა ობიექტურად, როგორც მეცნიერი, როგორც დიდი მოძღვრების ავტორი და იყო მხოლოდ რამდენიმე პროფესორი, წარმოიდგინეთ რა სიბნელე იყო. რომ იყო მხოლოდ რამდენიმე პროფესორი, რომელიც ლექციაზე ბედავდა, რომ ეთქვა, მარქსი ძალიან დიდია, რომ მარქსი ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეცნიერებებისთვის. და ესეთ პროფესორებს შორის პირველი მე რომელიც შემოვხვდა, ეს გახლდათ პროფესორი ნათელა დონაძე, რომელმაც სოციოლოგიის შესავალის ლექციაში ძალიან მარტივად, გასაგებად, მისთვის დამახასიათებელი სიმტკიცით და რიგორისტული სულისკვეთებით გითხრა, რომ მარქსი არის ყველაზე დიდი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი და ავტორი, რომელსაც შეიძლება ჩვენ გადავაწყდეთ სოციოლოგიაში, ეკონომიკაში და პოლიტიკის მეცნიერებაში. იქვე დასძინა, რა თქმა უნდა, რომ თქვენ შეიძლება ეთანხმებოდეთ, ან არ ეთანხმებოდეთ მას, მოგწონდეთ, ან არ მოგწონდეთ იგი. შეიძლება მისი ინტერპრეტაციები არსებობდეს სხვადასხვაგვარი და ამან დაგაბნიოთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ის არის უდიდესი და თუ უდიდესი არა, ერთ-ერთი უდიდესი ავტორი, რომელსაც ამ მეცნიერებების შესწავლის დროს გადააწყდებით. აი ასე რომ დღეს სწორედ მასზე ვისაუბრებთ, ადამიანზე, რომლის გარეშეც თანამედროვე სამყაროში ყოფნა, თანამედროვე სამყაროზე მსჯელობა წარმოუდგენელია. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვალაიქეთ, YouTube-ზე დაგვაკომენტარეთ, ყოველ მიზეს გარეშე გეხვეწებით, გემუდარებით. და რაც მთავარია, Facebook-ზე თუ გააზიარებთ თქვენს წრეებში, ეს ძალიან გამოგვადგება. წავედით მოგესალმებით მეგობრებო, როგორც დაგკვირდით, დოქტორი დავით გალაშვილი არის ჩვენთან ერთად. ჩვენი თემის თაობაზეც უკვე იცით, ვისაუბრებთ მარქსიზმის შესახებ, მისი ძირითადი ცენტრალური ცნებების შესახებ. მოგეხსენებათ ჩვენი ამოცანის თაობაზეც, გვინდა რომ ეს გავაკეთოთ შეძლების დაგვარად გასაგებ ენაზე. სანამ ჩვენი ინტერვიუ დაიწყებოდა, მე ჩამოვწერე ის ბაზისური ცნებები, რომელიც მარქსიზმის ანისა და ბანის შესწავლის დროს შეიძლება ადამიანს შეხვდეს და მოდით გაჭიანურების გარეშე ნელ-ნელა მივყვეთ აი ამ ცნებების განმარტებას. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი საინტერესო ინტერპრეტაციებს შემოგთავაზებს და როგორც მან მითხრა, გარკვეული მაგალითებითაც შეავსებს ჩვენს მსჯელობას. მოგესალმებით დავით და მოგესალმებით ლევან, მადლობა. დიდი მადლობა. ერთხელ რომ ვიცი, რომ დატვირთული გრაფიკი გაქვთ მრავალი მიზეზის გამო, ის იქნება საშინაო შრომა თუ საგარეო შრომა და მაინც გამონახეთ დრო ჩვენი პატარა, არც თუ ისე fancy იმისთვის, პოდკასტისთვის თუ ინტერვიუსთვის და დიდი მადლობა ამისთვის. მე შევეცადე, რომ დამეჯგუფებინა ეს ძირითადი ცნებები ორ ნაწილად, ხო? საზოგადოებასთან, ისტორიასთან დაკავშირებული ცნებები და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ცნებები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პირობითია, მაგრამ აი რომ გამემარტივებინა ეს სქემა, ეს გზა ავირჩიე. და მოდით დავიწყოთ სოციალ-ეკონომიკური საკითხების მიმოხილვით. აი მაგალითად ნებისმიერი სახელმწიფო რო გადავშალოთ, ჩვენ სოციოლოგიის ან ეკონომიკის, ოღონდ ეკონომიკის ცოტა სერიოზული სახელმწიფო, სადაც თქვათ მარქსიზმის თეორია შემოდის, მისი საკითხები შემოდის, აი პირველი ცნება, რომელიც მოხვდება თვალში, ეს არის სწორედ საწარმო ძალებთან, საწარმო საშუალებებთან და საწარმო ურთიერთობებთან დაკავშირებული ცნებები. მოდით დავიწყოთ აი ამ ცნებების განმარტება. რას ნიშნავს საწარმო ძალები და რას ნიშნავს საწარმო ურთიერთობები? ხო, აი ერთი ორი სიტყვით შესავლად იმას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი ამბავია ახლა, რასაც ვაკეთებთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ
ძირითადად კი ყველას უყვარს ხოლმე წიხლის მიკვრა და გაკენწლა ამ მარქსისტული, ესე ვთქვათ, მსოფლმხედველობის და ასე შემდეგ, მაგრამ ნაკითხი ნაკლებად ვინმეს აქვს ხოლმე და უფრო რაღაცა მახინჯი სახელმწიფო ორგანიზაციების და ფორმებიდან გამომდინარე გვიწევს ხოლმე ჩვენ მსჯელობა იმაზე, თუ რა არის მარქსისტული თეორია. და ვცადოთ ამ ვიდეოში, რომ თავი მოუყაროთ იმ ძირითად დებულებებს, რაც მარქსმა და პრინციპში ფრიდრიხ ენგელსმაც გამოთქვეს, ხო? აქ აი ამ ორივეს, ესე ვთქვათ, ნაზავს შემოგთავაზებ და შევთავაზებ ჩვენს მაყურებელს. ხო, მოკლედ წარმოების წესზე ვისაუბროთ. ესე იგი, მატერიალურ წარმოების წესზე, რომელიც იყოფა შემდეგ უკვე საწარმოო ძალებად და საწარმოო ურთიერთობებად, როდესაც ჩვენ ისტორიის შესახებ რაღაცა იდეა და წარმოდგენა გვაქვს ხოლმე, გონია რომ ეს არის მეფეების, ომების ან იდეების ქრონოლოგია, პიროვნებების თეატრი ან არეალი, სადაც პიროვნებები და იდეები ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ მარქსის მთავარი კითხვა არის, რა დგას აი ამ ზედაპირის მიღმა, ხო? ამ ყველაფრის მიღმა. სანამ დავიწყებთ ჩვენ ადამიანები პოლიტიკაზე კამათს, ხელოვნების შექმნას, რელიგიურ რიტუალებს, იქამდე რა ხდება? და იქამდე ადამიანებს აქვთ საჭიროებები ბაზისური, ხშირად უნდათ შემოსვა, სცივად, არა აქვთ თავშესაფარი და სწორედ აი აქედან იბადება მარქსისტული ლოგიკა, რომ საზოგადოების საფუძველია არა მისი იდეოლოგია, არამედ მისი მატერიალური წარმოების წესი. და ეს მარქსის ცნობილი ფრაზა, რომ ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ ეპოქებზე იმის შესახებ, თუ ანუ ადამიანზე ვერ ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რას ამბობს ის თავის შესახებ, ასევე ვერ ვიმსჯელებთ ეპოქის შესახებ ფილოსოფიის და რელიგიის მიხედვით, ხო? უნდა ვიმსჯელოთ აი ამ ორის მიღმა რა დგას. ესე იგი, ეს არის ორი ფუნდამენტური ნაწილი, როგორც ვთქვით, საწარმოო ძალები და საწარმოო ურთიერთობები. და შეგვიძლია შევადაროთ ჩვენ ეს ორი ურთიერთობას ადამიანის, ვთქვათ, კუნთებს და ჩონჩხს შორის, ხო? რომელიც ამ კუნთებს ფორმას აძლევს. საწარმოო ძალები კაცობრიობის შემოქმედებითი ენერგია შეიძლება დაუძახოთ ამას. ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ეს არის უბრალოდ მანქანები, ქარხნები, მაგრამ სინამდვილეში მარქსი ამაში გაცილებით უფრო ღრმა რაღაცას გულისხმობს, ხო? პირველ რიგში საწარმოო ძალები ეს არის კაცობრიობის მთელი ეს მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალი, რომელშიც შედის შრომის საშუალებები, ანუ იარაღები, მანქანები, ტექნოლოგია, მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ეს, განვითარებულია თუ ნაკლებად განვითარებული, ასევე ადამიანი და მისი ცოდნა, ეს ყველაზე მთავარია. მეცნიერული პროგრესი თავისთავად არის უზარმაზარი საწარმოო ძალა და ადამიანური, ესე ვთქვათ, ძალისხმევა ამ კუთხით და სოციალური ურთიერთობები, ხო? ანუ საწარმოო ძალაა თვითონ ის ფაქტიც, რომ ადამიანები ერთად მუშაობთ ორგანიზებულად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და პირდაპირ, ესე ვთქვათ, ურტყავს შეიძლება ცოტა სხვაგან მივიდივარ, მაგრამ ორი სიტყვით ვიტყვი, აი იმ ატომისტურ იდეოლოგიას, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი სხეული ჩვენი საკუთრება, რასაც გვინდა იმას ვიზამთ და არავის ეკითხება, ესე ვთქვათ, ჩვენს პოზიციონირებას, ხო, სოციალურ სივრცეში. ესე იგი, შევაჯამოთ, ანუ საწარმოო ძალა ეს არ არის ცალკეული მანქანა, არის ასევე მთელი ურბანული სივრცე, გზები, პორტები, ხო, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარი დევიდ ჰარვი ამბობს, და მთელი საკომუნიკაციო ქსელები, რომლითაც ავსია ჩვენი ყოფა. აი მაგალითად გლობალურ, ესე ვთქვათ, ეკონომიკაში შეგვიძლია ერთი რაღაცა პროდუქტი ერთ ქვეყანაში დავაპროექტოთ და დავამზადოთ, შემდეგ მეორეში ავაწყოთ და გლობალური საწარმოო ძალა შეგვიძლია უწოდოთ ამას. თუ ჩვენ გადავალთ მაგალითად ისტორიაში, აი შუა საუკუნეებში ცოცხალი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რა არის საწარმოო ძალა, ხო, მაგალითად. ავიღოთ შუა საუკუნეების წერალი. მისი საწარმოო ძალაა კალამი და მისი ინდივიდუალური უნარი, ხო? თუ აი გადამწერები როცა არსებობდნენ, ხო, საეკლესიო სივრცეებში, თუ ვერ შეეძლო წელიწადში ერთი წიგნი გადაეწერა, ესეც მისი საწარმოო ძალა იყო, ხო?
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში საწარმოო ძალა არის ინტერნეტი და ალგორითმები და ეს გაცილებით უფრო განვითარებული საწარმოო ძალაა, როცა მილიარდობით ადამიანი შეიძლება მიეწოდოს რაღაც ტიპის ინფორმაცია წამებში. და ხვდებით ალბათ იმასაც, რომ საწარმოოს ძალის ცვლილებამ როგორ განაპირობა ის საერთოდ სხვა საზოგადოებრივი ესე ვთქვათ, ბაზისი და ფორმაცია უფრო სწორად, რომელშიც ცხოვრობ. ხო შეიცვალა ეს საწარმოო ძალები და ჩვენ, არ ვიცი, კოსმოსში მივდივართ და მთვარეზე ადგამს ადამიანი ფეხს. ეხლა რაც შეეხება საწარმოო ურთიერთობებს, რაც თქვით, რომ ეს შეიძლება ჩვენც შევადაროთო, ტექნოლოგია თავისით არ მუშაობს, ხო? და მას ყოველთვის ჭირდება რაღაც ტიპის სოციალური ორგანიზება. მარქსი გვეუბნება, რომ ნებისმიერი, ესე ვთქვათ, წარმოებისას ადამიანები ყოველთვის შედიან ერთმანეთთან გარკვეული ტიპის ურთიერთობაში და გარკვეული ტიპის კავშირებში. და სწორედ ამას ეწოდება საწარმოო ურთიერთობები. ახლა მთავარი მომენტი ის არის ამა თუ იმ ეკონომიკურ ფორმაციაში საწარმოო ურთიერთობები როგორია და ეს როგორობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ფლობს საკუთრებას. მაგალითად, კაპიტალიზმში ვიცით, რომ მცირე ჯგუფი ბურჟუაზია ფლობს ქარხნებს, მიწას, ალგორითმებს, ანუ საწარმოო ძალებს, ხოლო უმრავლესობას უქონელ, ესე ვთქვათ, პროლეტარიატს არაფერი გააჩნია გარდა საკუთარი სამუშაო ძალის, ხო? და კაპიტალი არ არის უბრალოდ ფული, ხო? და ეს არის სოციალური ძალაუფლების ფორმა, ანუ საწარმოო ურთიერთობები ეს უკვე სოციალური და პოლიტიკური ძალაუფლების ფორმაა, რომელიც აბალანსებს, უფრო სწორად კი არა აბალანსებს, აწესრიგებს აი ამ საწარმოო ძალები ვის ხელშია და სად იყრის თავს. და შემდეგ ვიღებთ კაპიტალისტურ მაგალითად საწარმოო ურთიერთობებში ისეთ მდგომარეობას, როდესაც საშუალებები აქვს ერთ ნაწილს, ანუ საწარმოო ძალები და მეორე მხარე იძულებულები ვართ, რომ საკუთარი დრო და ენერგია გავყიდოთ, ანუ საკუთარი სამუშაო ძალა გავყიდოთ. აი, მოვიყვანოთ მაგალითად Bolt-ის ან Uber-ის ძღოლი, ხო, ეს Uber-ი რაღაცა პოპულარულია ევროპაში და ეს ტაქსის კომპანია. ძღოლი იქ შეიძლება ფლობდეს მანქანასაც, მაგრამ არ ფლობს მთავარს, ანუ ციფრულ პლატფორმას და ალგორითმს. და სწორედ ეს საკუთრების ფორმა განსაზღვრავს საწარმოო ურთიერთობას. ხო, კომპანია ფლობს ძალაუფლებას მძღოლზე, დროის თვალსაზრისით, ითვისებს მის მიერ შექმნილ დოვლათს და საწარმოო ურთიერთობები აქ ეკონომიკური გარიგება კი არ არის, როგორც წარმოგვიდგენენ ხოლმე, ვთქვათ, ნეოლიბერალები და ლიბერტარიანელები და ასე შემდეგ, რომ აი ვიცი, პირობითად ვიღაც კონკრეტული კერძო მძღოლი გაურიგდა კომპანიას. არა, ეს არის ძალაუფლების გადანაწილება. თუ შენ გაქვს ციფრული პლატფორმა და ალგორითმი, შენ ჩემზე მილიონჯერ და მილიარდჯერ უფრო დიდი ძალმოსილება გაქვს და შეგიძლია რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და ბაზისური სასიცოცხლო შემოქმედებითი ენერგია განკარგო და ჩემი დრო განკარგო. ანუ ავიღოთ მაგალითად Amazon, ხო? Amazon-ის საწყობში საწარმოო ძალაა, ვთქვათ, შეიძლება არის რობოტები და ალგორითმები, მაგრამ საწარმოო ურთიერთობა როგორია, ხო, Amazon-სა და დასაქმებულებს შორის, ისეთია, რომ მუშას არ აქვს ცნობა ამ ალგორითმზე და საკუთრების ეს ფორმა აძლევს კორპორაციას საშუალებას, რომ მუშის ყოველი წამი გააკონტროლოს და ჩვენ ვიცით, რამდენიმე წლის წინ რა ამბავი იყო Amazon-ის კორპორაციაში და როგორ ითვისებს ზედმეტღირებულებას Amazon-ის ფლობელი. ამ ზედმეტღირებულებაზე შემდეგ ვისაუბრებთ უფრო ცლად. ეხლა რა ხდება, როდესაც ეს ორი ერთმანეთთან შედიან კოლიზიაში? რაღაც წინაპირობა რო ვთქვათ, ხო, მარქსი ამბობს, რომ საწარმოო ძალები და საწარმოო ურთიერთობები ყოველთვის ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ და დგება მომენტი ისტორიაში, ისტორიული მომენტები, როდესაც ეს ორი ერთმანეთთან შედის ანტაგონისტურ ურთიერთმიმართებაში, ანუ ერთმანეთს უპირისპირდებიან და იწყება ამორის კონფლიქტი. და რატომ? იმიტომ რომ საწარმოო ძალები როგორც წესი უფრო სწრაფად ვითარდებიან ხოლმე, ვიდრე საწარმოო ურთიერთობები. აი, წარმოვიდგინოთ საზოგადოება როგორც ბავშვი, ხო, სიტყვაზე, რომელიც იზრდება, ანუ საწარმოო ძალები და საწარმოო ურთიერთობები, ანუ ბავშვის ტანსაცმელი ვერ ეწევა ამ ზრდას.
დგება მომენტი, როდესაც ტანსაცმელი ბავშვისთვის ხდება ვიწრო, ის აღარ უწყობს ხელს მის ზრდას და პირიქით მის ბორკილებად იქცება და მის სხეულის ფუნქციონირებას უშლის ხელს. ბოლოს ტანსაცმელი უნდა გასკდეს მარქსისტული ლოგიკით, რომ ბავშვმა ზრდა განაგრძოს და ეს გასკდომა არის სწორედ სოციალური რევოლუცია, ხო? ეხლა უფრო აკადემიური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ფეოდალიზმში, როდესაც მანუფაქტურული წარმოება, ანუ ახალი საწარმოო ძალა იზრდება, ძველი ფეოდალური წესები და საწარმოო ურთიერთობები, ანუ ბატონყმობა ხელს უშლის მის განვითარებას. ვაჭრობის განვითარებას, სოციალურ მობილობას და ასე შემდეგ. ბურჟუაზია არის ძალა, ახალი ესე ვთქვათ, სოციალური კლასი, რომელიც ამსხვრევს აი ამ ძველ ბორკილებს, ანუ საწარმოო ურთიერთობებს, რათა გზა გახსნას კაპიტალიზმისთვის, ანუ ახალ საწარმოო ძალებს შეუქმნას ისეთი საწარმოო ურთიერთობები, რომელიც მისთვის უფრო შესაფერისი. დღესაც ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, საწარმოო ძალა, რომლითაც ინფორმაცია თუ ცოდნა შეიძლება ყველასთვის უფასო იყოს, მაგრამ კაპიტალისტური ურთიერთობები, კერძო საკუთრება და პატენტები ხელოვნურად ზღუდავენ ამ პროცესს მოგების მიზნით, ხო? აი ისევ ხარვის რო დავესესხოთ, ეს წინააღმდეგობა არის აი იმ სისტემური კრიზისების მთავარი წყარო და ჩვენი ესე ვთქვათ შესაძლებლობები, ხო, ანუ საწარმოო ძალები, ტექნოლოგიები და განვითარება ტექნოლოგიური ვეღარ ეტევა ძველ უსამართლო წესებში. აი, რობოტიზაცია და ხელოვნური ინტელექტი რო ავიღოთ და ვთქვათ, დაოსის ეკონომიკური ფორუმი რო იყო, იქ გააკეთეს განცხადება ტექნოგიგანტებმა, რომ მალე ადამიანს რობოტი ჩაანაცვლებს, ხო? ამით გვეუბნებიან ისინი, რომ საწარმოო ძალა არის სულ უფრო და უფრო განვითარებული, ვითარდება უფრო სწორად. და ადამიანის მძიმე, ესე ვთქვათ, ფიზიკური და რუტინული, თუნდაც გონებრივი შრომა შეუძლია ვთქვათ 90%-ით ჩაანაცვლოს. და ლოგიკურად ეს უნდა იყოს კაცობრიობის შვება, ხო? თავისუფალი დროის მომტანი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი საწარმოო ურთიერთობები აგებული არის კერძო მოგებაზე და ავტომატიზაცია ამ შემთხვევაში ადამიანს გათავისუფლების ნაცვლად მის გაღარიბებას იწვევს, ხო? ანუ თუ კაპიტალისტური წესები რჩება ძალაში, თუ არ მუშაობ, არ გაქვს ხელფასი და ვერ გადარჩები. ანუ მოკლედ კიდე უფრო ისე რო ახსნა სხვა სიტყვები. თუ კაპიტალისტურ სისტემაში, არ ვიცი, 90% სამუშაო ძალის ჩაანაცვლებს რობოტი და ლოგიკა დარჩება სისტემის ფორმაციის ისევ ისეთი, რომ ანუ კერძო მოგება უნდა მოუტანოს ვიღაცამ, წარმოება უნდა იყოს კერძო მოგების მომტანი, მაშინ ჩვენ ვჩებით უსამსახუროდ და ჩვენ აღარ გვექნება არანაირი შემოსავალი. ხო, აი წარმოვიდგინოთ სოფელი, სადაც ადამიანები ყოველდღე 10 საათს ხარჯავენ, თქვათ, ჭიდან წყლის ამოსატანად, რომ არ დაიხოცონ. ხომ, ეს არის მათი საწარმოო ურთიერთობა. მუშაობენ ისინი, რომ წყალი ქონდეთ. უცებ გამოიგონეს წყლის საქაჩი ტუმბო სიტყვაზე, საწარმოო ძალა რაღაცა, ხო? რომელსაც შეუძლია რომ მთელი სოფელი 10 წუთში მოამარაგოს წყლით და ადამიანის შარევის გარეშე. ლოგიკურად ხალხს უნდა უხაროდეს ხო ამ სოფლის მცხოვრებლებს, რადგან ისინი გათავისუფლებიან მძიმე შრომისგან და დარჩენილი 9 საათი და 50 წუთი ან დაისვენებენ, ან ისწავლიან შემოქმედებას და უთმობენ წიგნს, წაიკითხავენ და ასე შემდეგ. აი აქ შემოდის კაპიტალისტური აბსურდი, ხო? რადგან ეს ტუმბო კაპიტალისტურ სისტემაში იქნება ერთი კონკრეტული ადამიანის საკუთრება, ანუ კერძო საკუთრება, ისე უნდა დანარჩენებს, რომ რადგან თქვენ აღარ მუშაობთ წყლის ამოღებაზე, მე ხელფას აღარ გადაგიხდით და თუ ხელფასი არ გაქვთ, ჩემს მიერ ამ ჩემი ტუმბოთი ამოღებული წყლით ვეღარ ისარგებლობ. შედეგი იქნება ის, რომ სოფელში იქნება თავზე საყრელად წყალი, მაგრამ ხალხი წყურვილით დაიხოცება. იმიტომ რომ მათ აღარ ექნებათ სამუშაო ადგილი, რომელიც აი ამ ძველ პრიმიტიულ სისტემაში, ანუ კაპიტალიზმში, მათი გადარჩენის საშუალებას, ანუ ხელფას აძლევთ. ანუ ჩვენ სისტემა გვაიძულებს აქ და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი, ანუ საწარმოო ძალა გადაზრდილი არის კაპიტალიზმისთვის, რომ ისევ 10 საათი ვაკეთოთ უაზრო სამუშაო, აი რასაც დევიდ გრებერი ანარქისტი ესე ვთქვათ, მოაზროვნე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, bullshit jobs-აც უწოდებდა, რომ კონდეს წყლის ფული. სიტყვაზე ან უბრალოდ ზედმეტ ადამიანებად არ ვიქცეთ და შიმშილით არ მოკვდეთ, ხო?
ამაზე 60-იან წლებში წერდნენ სხვადასხვა მოაზროვნეები, რომ ავტომატიზაცია ხელის გულზე არის და შეუძლია მას, რომ ჩვენ აი ამ დამთგუნველი მძიმე გამომათაყვანებელი შრომისგან გაგვათავისუფლოს, იმიტომ რომ ვიცით, რომ შრომის ძალიან სპეციფიკურ დანაწილებას ადამიანის გაცამხრივება მოაქვს და ადამიანი რომ მთელი ცხოვრება მანქანის ერთ ჭანჭიქს აკეთებს ქარხანაში, ის ვეღარ ვითარდება გონებრივად და ადამიანი არ შეიძლება, ესე ვთქვათ, ცხოველი იყოს ხო მუშაობის პროცესში და მექანიზებულ შრომას ეწეოდეს მხოლოდ და არსებობს კი ბატონო ავტომატიზაცია, მაგრამ რახან ესე ვთქვათ, მითვისება მაინც არის კერძო და რახან ჩვენ გვაქვს კერძო საკუთრების კულტი და კაპიტალისტური სისტემა, ავტომატიზაცია ვერ იქნება ჩვენი გათავისუფლების წინაპირობა. ჩვენი გათავისუფლების წინაპირობა იქნება საწარმოო წესის ცვლილება და საწარმოო უბრალოდ ურთიერთობების ცვლილება, ანუ კაპიტალიზმის გადალახვა რაიმე უფრო არ ვიცი, ადამიანური და რაციონალური სისტემა. აი, ხო. ხება რომ ზედმეტ ღირებულებაზე და ექსპლუატაციაზეც ვისაუბროთ, ხო? კი ბატონო. კლასები და ექსპლუატაცია არის. დიახ. შემდეგი. ესე კლასები ეს არის პრინციპში თუ ვიტყვით ის გამაცოცხლებელი იმ საწარმოო, ესე ვთქვათ, ძალების და ურთიერთობების, ანუ მთავარი პერსონაჟი ისტორიულ დრამაში, რომელსაც ისტორია მიყავს წინ, ხო? ეს წინწასვლა შეიძლება პროგრესი არ იყოს, მაგრამ მაინც ესე უწოდოთ. მოკლედ ბევრი ფიქრობს, რომ მარქსი, ესე ვთქვათ, კლასობრივ საუბრისას მხოლოდ დიდ რევს და ღარიბებს გულისხმობს, მაგრამ კლასში ესე კლასიკურად რომ ვთქვათ, იგულისხმება პოზიცია კაპიტალის მოძრაობის პროცესში. ანუ საწარმოო ურთიერთობებში რა როლი აქვს ამა თუ იმ ადამიანს. აი სწორედ იმ კაპიტალის მოძრაობის პროცესში რა ადგილი გაქვს მიჩენილი, სწორედ ეს განსაზღვრავს, ესე ვთქვათ, იმას თუ რომელ კლასს მიეკუთვნები, ხო? წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, რომ საზოგადოება ეს არის გიგანტური მექანიზმი და მარქსი ამბობს, რომ აი ეს გიგანტური მექანიზმი ორ ძირითად ძალად არის დაყოფილი. ესენი არიან, უკვე ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ფლობენ წარმოების საშუალებებს, მიწას, ქარხნებს, ნედლეულს და დღეს უკვე ციფრულ პლატფორმებს. და ეს ადამიანები, ესე ვთქვათ, კაპიტალისტები თუ არ ვიცი, ბურჟუები არიან არა იმიტომ, რომ მათ ფული აქვთ, ხო? არამედ იმიტომ, რომ ისინი ფულს იყენებენ სხვა ადამიანების შრომის ძალის საყიდლად, რათა მეტი ფული მოიგონ. ეს არის ხარგასასმელი და ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხარეს ეს არის პროლეტარიატი, მუშათა კლასი, ის ხალხი, ვინც სრულად მოკლებულია წარმოების საშუალებებს, ესეც ხაზგასმით ვთქვათ, იმიტომ რომ დღეს რაღაც ესეთი მოსაზრება არის ხოლმე, რომ პროლეტარიატი თითქოს გაქრა, აღარ არსებობს, ვთქვათ, განვითარებულ სამყაროში, იმიტომ რომ ყველა, აი, არ ვიცი, ვთქვათ, კეთილდღეობის სახელმწიფოებში ზოგი თვლის, რომ რახან ადამიანებს პურის და რაღაც კომუნალური გადასახადების ფული აქვთ, ისინი მიეკუთვნებიან, არ ვიცი, რაღაცა სხვა კლასს. სინამდვილეში პროლეტარიატი განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, ანუ მე-19 საუკუნის კონტექსტი სხვანაირია, გასაგებია და იქ უფრო გაცილებით დამცრობილ მდგომარეობაში არიან მუშათა კლასი, მაგრამ წარმოების საშუალება, როდესაც არ აქვს ადამიანს და არ ფლობს ამას, ის შეიძლება ჩაითვალოს მუშათა კლასის წარმომადგენლად და აქაც შეგვიძლია ჩვენ რანჟირება, მაგრამ ძირითადი განსაზღვრება მაინც ესეთი. ანუ არ გვაქვს ქარხნები, არ გვაქვს მიწები და გვაქვს მხოლოდ ერთი რამ, საკუთარი სამუშაო ძალა და ჩვენ გადარჩენისთვის იძულებულები ვართ, რომ ეს ძალა ბაზარზე კაპიტალისტს მივყიდოთ და მუშა, ესე იგი, ორმაგ როლს ატარებს, ხო, დატვირთვას კაპიტალისტურ სისტემაში, თვითონაც არის საქონელი და ბაზარზე და თავად არის ასევე საქონლის წარმოებაც. აი სწორედ ამიტომაც სპეციფიკური, ესე ვთქვათ, საქონელია, ხო, ბაზარზე. მანამდე არსებულ სისტემებში, მაგალითად ფეოდალიზმში, ჩაგვრა უფრო გამჭვირვალეა, ხო? იმიტომ რომ აქ გლეხმა იცოდა, რომ ფეოდალს უნდა მომსახურებოდა და აი კაპიტალიზმში
აი ეს ურთიერთმიმართება მუშათა კლასსა და კაპიტალისტებს შორის თავისუფალი კონტრაქტის ურთიერთობით არის შენიღბილი. აი რო წარმოვიდგინოთ მაგალითად პროგრამისტი, ხო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაცილებით უფრო მაღალანაზღაურებადები იყვნენ ვიდრე ქარხნის მუშები. და ეს მაგალითი ზუსტად მაგიტომ მომყავს, რომ ეს მაღალი ხელფასი არ აუქმებს აი ამ კლასებად დაყოფას. ის მაინც მუშათა კლასს ეკუთვნის, იმიტომ რომ ის არ ფლობს კოდს, არ ფლობს სერვერებს და ინფრასტრუქტურას, რომელზეც მუშაობს. თუ ის სხვა მუშაობას შეწყვეტს, მაგალითად, მისი შემოსავალი გაქრება. და ის იძულებით არის თავისუფალი და იძულებით დებს ბრჭყალებში თავისუფალ კონტრაქტს, რომ საარსებო საშუალებების მოპოვებისთვის იმუშაოს. მაგრამ განსხვავებით, ესე ვთქვათ, ფეოდალიზმში ყოფი ყმისგან, ის შეიძლება თავისუფალია ერთ მხრივ აი ამ ბორკილებისგან, მაგრამ თავისუფალი ასევე საარსებო საშუალებებისგანაც. რაც მას კაპიტალისტთან მისვლას აიძულებს. ხო, აი როცა ვამბობ, რომ თავისუფალია საარსებო საშუალებებისგან, ჩვენ შეიძლება, არ ვიცი, კონსტიტუციაში გვეწეროს, რომ გვაქვს შრომის უფლება, ან სიმდიდრის დაგროვების უფლება, მაგრამ ეს უფლება რეალიზებული არ არის, ხო? ანუ თუ ფეოდალიზმში შენ მიწაზე ხარ მიჯაჭვული და საჩვენებადებელს, არ ვიცი, ხელოსანი მოიპოვებს თავისი ხელოსნური უნარებით, გლეხი თავისი მიწასთან მუშაობით და აქ უფრო გამჭვირვალე არის, ესე ვთქვათ, კლასობრივი ურთიერთმიმართება, კაპიტალიზმში ეს ყველაფერი შენიღბული არის რაღაცა ყვავილებით და ლამაზი ფერებით, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ და წოდებრივი, ესე ვთქვათ, დაყოფა აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო უარესი კლასობრივი უსკრული, ხო? უარესი იმიტომ არის, რომ სწორედ აი ამ იდეოლოგიით არის შენიღბული და ადამიანებს აჯერებს, რომ ისინი თავისუფლები არიან, ვთქვათ, არ ვიცი, ვიღაც რიგითი პროგრამის გონია, რომ ის არის, არ ვიცი, მაღალანაზღაურებადი მუშახელი და წარმატებული ადამიანი, ვინერია და ლუზერი არ არის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მყიფე არის მისი სოციალური სტატუსი. ახლა რაც შეეხება ექსპლუატაციას, რათო სანამ ექსპლუატაციაზე გადავალ, ერთ შეკითხვასაც დაგისვამ. კი ბატონო. ბევრს უკითხავს ჩემთვის ლექციაზე, ხო? აი რა განსხვავება თვითონ სოციალურ ჯგუფსა და კლასს შორის. აი და რატო არ ვამბობთ, რომ თანამედროვე საზოგადოება შედგება სოციალური ჯგუფებისგან და არა კლასებისგან და კლასმა უკან დაიხია და ასე შემდეგ, ხო? რატო არ ამბობენ ამას ესე მკაფიოდ მარქსისტები, ხო? აი ეს შეკითხვაც ისმება. და მეორე კითხვა ისევ კლასთან დაკავშირებული. ანუ კლასის წევრი შენ ხარ იდენტობის მიუხედავად, ხო? ანუ ცნობიერების მიუხედავად შეიძლება არ მიიჩნევდე თავს, აი პროგრამისტის მაგალითი რომ ვანე ვინერი გონია თავი და სინამდვილეში ლუზერი ხარ და იმ კლასის ნაწილი ხარ და ამას ვერ აცნობიერებ. აი ამ ორ ასპექტზე რომ დავსვათ მცირე აქცენტი. პირველ რიგში, ხო, აი ეს მომენტი ხო, რომ რაღაცა კლასებად დაყოფა საზოგადოების მოძველდა და შემოდის რაღაცა სტრატები, არ ვიცი, სოციალური ჯგუფები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მომდინარეობს თავად ესე ვთქვათ, იმ აი სტრატიფიკაცია საიდან მოდის, ხო, ჯერ ეგრე ვთქვათ, გეოლოგიური ფენებს ადარებენ, ესე ვთქვათ, სოციალურ სამყაროს და აქ მთავარი საზომი არის შემოსავალი, განათლება და პრესტიჟი, ხო? აი იდეოლოგია გვეუბნება, რომ შენ ხარ, ვთქვათ, დაბალი ფენა, იმიტომ რომ ცოტა ფული გაქვს და არა იმიტომ რომ ვიღაცა შენს ნაშრომს ითვისებს. ანუ სტრატა აქრობს მიზეშედეგობრიობას და გვიტოვებს მშრალ ციფრებს, ხო? ანუ კლასობრივი დაყოფა ნიშნავს იმას, რომ თუ მე ჩემს სამუშაო ძალავს ვყიდი ბაზარზე და ამას მე ვიღაცა ითვისებს, მე ვარ უქონელი, ანუ არა მაქვს საწარმოო, ესე ვთქვათ, საშუალებები და შესაბამისად მიკუთვნები მუშათა კლასს, ხო? ან არ ვიცი, პროლეტარიატს და ეს სტრატებად დაყოფა იმ ილუზიას ქმნის, აი რაზეც ვსაუბრობდი წეგან, რომ მე თუ მაქვს რაღაცა სოციალური, ესე ვთქვათ, სტატუსი საზოგადოებაში, მივეკუთვნები რომელიღაცა შრეს საზოგადოების და ეს გვაუწყებს იმას, რომ მე სინამდვილეში საწარმოო საშუალებებზე არანაირი ფლობა არ გამაჩნია. ანუ ამას რა ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს არის რაღაცა იდეოლოგიის ჟაკრული, ესე ვთქვათ, მიზანმიმართული მუშაობა იმისკენ, რომ სოციალური, ესე ვთქვათ, რეალობიდან მოგწყვიტოს
და შეგვილამაზოს ეს სოციალური რეალობა. არ ვიცი, აი რაღაც მოპარული პოლიტიკური ფანტაზია, ხო, ანუ საკუთარ იერარქია გარდაუვალია და აი ამ იერარქიაში, ესე ვთქვათ, ჩვენ ერთი საფეხურით უნდა ავიწიოთ და თუ ერთი საფეხურით დავდაბლებით ეს ტრაგედიაა და ანუ აი ამ იერარქიულ სტრუქტურას გვაჩვენებს, ხო? და გვიბუნებრივებს აი ამ იერარქიულ სტრუქტურას და კლასობრივი დაყოფა გაცილებით უფრო მეცნიერული არის ჩემი აზრით, ის რაღაც ფუნდამენტურ, ესე ვთქვათ, ნაპრალს გვაჩვენებს და მე ვთქვი კიდე წეგან რომ დღეს ეს უკან დაიხია, იმიტომ რომ რაღაცა აი მუშათა კლასი კლასიკური გაგებით განვითარებულ ქვეყნებში თითქოს აღარ არის, ხო? იმიტომ რომ ყველა შეუძლია მანქანა იყიდოს კრედიტით, აი ენგელსი რო აღწევს, ხო? მანჩესტერის მუშათა კლასს გასაგებია რომ თანამედროვე მანჩესტერელი ესე არ ცხოვრობს, მაგრამ მაგ ხაზგასმით დავიწყე ზუსტად რომ არა აუცილებელი რომ შენ იყო, არ ვიცი, ყოველგვარ მატერიალურ საშუალებებს მოკლებული, რათა გერქვას პროლეტარი. შეიძლება იყო მასწავლებელი, ლექტორი, არ ვიცი, პროგრამისტი, მაგრამ საწარმო საშუალებები არ გაქვს და ხვალდაზე, აი ვთქვათ, რაიმე ეკონომიკური, ესე ვთქვათ, კატაკლიზმის გამო ისეთის, როგორიც იყო 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი, დარჩე სოციალური დაზღვევის გარეშე, ანუ საშუალო კლასი, რასაც უწოდებენ, ხო, თანამედროვე პოლიტმეცნიერებაში და სოციალურ მეცნიერებაში, ეს ძალიან მყიფია. ხო. აი, არ ვიცი, თუ დამაკმაყოფილებელია ჩემი ეს პასუხი. არა, და აი ცოტა ცნობიერებაზეც რო გითხრათ რა. ხო, და აი კიდე მაგრამ ეხლა რო გავაცოცხლოთ, კაი. აი კიდე იმას დავამატებდი, ეხლა გამახსენდა ტერი იკუტონი, ცნობილი ბრიტანელი, ესე ვთქვათ, მარქსისტი კრიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საშუალო კლასი ან საშუალო ფენა ეს ცხოვრების სტილი უფროა, ვიდრე ძალაუფლების მომენტი, ხო? ანუ, ესე იგი, საშუალო ფენა სინამდვილეში ექსპლუატირებულია ბანკების, კორპორაციების მიერ, მაგრამ თითქოს აი ეს საშუალო ფენა და ცხოვრების სტილი მათი ფარავს იმ, ესე ვთქვათ, დამცრობილობას და მოკლებულობას აი ამ მატერიალური საშუალებებისგან, საწარმოო საშუალებებისგან, რომელიც სინამდვილეში არის. ეხლა რაც შეეხება ცნობიერებას, მარქსი განარჩევდა კლასს თავისთვის და კლასს თავისთავად, ხო? ეს კლასი თავისთავად ეს არის მოცემულობა, როდესაც აი რაც თქვი, რომ ეკონომიკური, ესე ვთქვათ, მომენტი მიგაკუთვნებს შენ ამა თუ იმ, ესე ვთქვათ, კლასს და შენ შეიძლება გაცნობიერებული არ ქონდეს შენი კლასობრივი პოზიცია, მაგრამ კლასი თავისთვის ეს არის, როდესაც ჩვენი ცნობიერება ირეკლავს, აანალიზებს და გადაიაზრებს იმას, თუ ჩვენ რა მატერიალურ ყოფაში ვიმყოფებით და რა განაპირობებს აი ამ ჩვენს მატერიალურ ყოფას. თუ შეიძლება, ხო, აი მუშათა კლასი ისტორიაში ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის თავისი ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებდა. და ხშირად იყო ისეთი მომენტები, რომ ის სწორედ მისი კლასობრივი მტრის რელსებზე გადადიოდა და მისი კლასობრივი მტრის პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა, ხო? ეს არის ზუსტად კლასობრივი ცნობიერების ნაკლებობის ბრალი. ანუ მე რომ მუშათა კლასს მივეკუთვნები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მაქვს დაწმენდილი პოლიტიკური ცნობიერება, და გააზრებული მაქვს ის მიზეზები, რატომაც ვარ მე მოკლებული საარსებო საშუალებებს. აი ამის გააზრება, როდესაც ხდება, მაშინ უკვე ჩემი, ესე ვთქვათ, ცნობიერება და თეორია იქცევა მატერიალურ ძალად, ხო, როგორც მარქსი გვეუბნება. და ეს მატერიალური ძალა არის რევოლუციური და დამანგრეველი იმ საწარმო ურთიერთობებისთვის, რომელშიც ვიმყოფებით. და როდესაც ეს ცნობიერება, ესე ვთქვათ, კლასობრივი ხდება გაზიარებული და მასობრივი, პროლეტარულ ცნობიერებას, რასაც უწოდებდნენ, და არა ესე ცალკეულად, ხო, და გათითოკაცებულად, რომ რამდენიმე ესე ვთქვათ, სუპერინტელექტუალმა იცის იმის შესახებ, თუ რა სჭირდება მუშათა კლასს და არა თვითონ მუშათა კლასმა, აი ესეთ შემთხვევაში ეს კლასობრივი ცნობიერება ხდება უკვე მძლავრი რევოლუციური იარაღი, რომ ჩვენ გადავлахოთ ის ვითარება, რაშიც ვიმყოფებით. დიდი მადლობა.
ვიწყებდით ექსპლუატაციაზე და ზედმეტყირებულებაზე საუბარს. კი ბატონო. ესე იგი, რა არის ხა ექსპლუატაციის ბუნება, ხო? ჩაგვრის ბუნება როგორი არის კაპიტალისტურ ეკონომიკურ ფორმაციაში. აი, ესეთი კითხვა რომ დავსვათ, ხო, როგორ იღებს კაპიტალისტი მოგებას, თუ კი თქვა ბაზარზე ყველაფერი სამართლიანად იცვლება, ხო? ბაზრის აპოლოგეტები ამას გვეუბნებიან. ამაზე პასუხი დევს სამუშაო ძალაში. ესე იგი, კაპიტალისტი ყიდულობს არა ჩვენს შრომას, ხო, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ანუ შედეგს. არამედ ჩვენ შრომის უნარს გარკვეული დროით. ესე იგი, კაპიტალისტი ჩვენ გვიხდის იმდენს, რამდენიც საჭირო არის ჩვენი თავის შესანახად და იმდენს, რომ მეორე დღეს სამუშაოზე დასაბრუნებლად ხნედ ვიყოთ, ჯანზე ვიყოთ და საჭირო საკვები და დასაცმელი გქონდეს, ხო? და ჩვენს პირობებში ბინა ფუფუნების საგანია, მაგრამ ბინაც რომ რაღაცა შევაფაროთ თავი. ამას მარქსი უწოდებს ხელფას. ზედმეტი ღირებულება არის ესე იგი მომენტი, როდესაც ჩვენი სამუშაო ძალის გამოყენებისას იმაზე მეტ ღირებულებას ვქვნით ჩვენ, ვიდრე თავად ვღირვართ, ანუ ვიდრე ხელს ვიხდიან. წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, ხო, მუშაობს ქარხანაში 8 საათს, პირველი 3 საათის განმავლობაში ის აწარმოებს იმდენ დოულადს, რაც მისი დღიური ხელფასის ტოლფასია და ამას მარქსი უწოდებს აუცილებლად სამუშაო დროს. დარჩენილი 5 საათის განმავლობაში მუშა აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ამ დროს შექმნილი მთელი ღირებულება რჩება კაპიტალის სრულად უფასო. ეს 5 საათი ეს არის ზედმეტი სამუშაო დრო, ხოლო ამ დროს შექმნილ დოულადს ქვია ზედმეტი ღირებულება. და სწორედ ეს არის კაპიტალისტის მოგების ერთადერთი წყარო. ესე იგი, ექსპლუატაცია მორალური მომენტი კი არ არის, რა თქმა უნდა მორალურიც არის შემდეგ უკვე, ხო, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული შრომის მითვისების ობიექტური პროცესი. ანუ კაპიტალიზმი სხვა არაფერია თუ არა მუდმივი ბრძოლა აი ამ ზედმეტი დროის გასაზრდელად, ანუ სამუშაო დღის გაგრძელებით ან ტექნოლოგიებით შრომის გაინტენსიურებით, ხო? აი მილეი გახდა ხო არგენტინის პრეზიდენტი, ლიბერტარიანელი ესე ვთქვათ იდეოლოგი, პოლიტიკოსი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ არგენტინაში გაადიდა სამუშაო დღე და შეუზღუდა მუშებს გაფიცვის უფლება და ასე შემდეგ და ასე. ეხლა ეს რატომ უყავს მაგალითად ეს წარსულს არ ჩაბარებია მოკლედ ეს მომენტი ჩვენს მაყურებელს რო უთხრათ და ეს ბრძოლა ესე ვთქვათ შრომასა და კაპიტალს შორის მიმდინარეობს ყოველდღიურად, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც და არსად ბეჭედი არ აქვს დასმული იმას, რომ რაღაცა მუშათა კლასმა მოიპოვა ის უფლებები, რომელიც მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში ამყოფებს. ესე იგი, ლიც მოვიყვა, რა თუ შეიძლება ეს ნაირი ექსცენტრიული ადამიანების გარდა ზუსტად ასევე იქცევიან ერთი შეხედვით რესპექტაბელური პოლიტიკოსები. თითქოს ბატონი ფრიდრიხ მერცი, გერმანიის კანცლერი, პერიოდი, რაც შრომაზე, როცა კი შრომაზე უწევს ლაპარაკი, მისი მთავარი პრეტენზია არის შემდეგი. პირველი ის ამბობს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით იღებენ გერმანელები ბიულეტინს. ანუ გადიან სამედიცინო მიზნებით შვებულებაშიო. 3 კვირა გამოდისო ეს მთელი წლის განმავლობაშიო და ესო გერმანიის ეკონომიკას აფერხებს და მასში ესე იგი ენერგიას და ასე ვთქვათ სიჩქარეს ასე ვთქვათ ამცირებს, ხო? ანუ გადაიტანა ჯერ 3 კვირა რა არის, ხო? თუ მართლა ავატახარ და რაღაცა და აქ ზედმეტღირებულებაზე ვლაპარაკობთ, ხო? და იქ მერცის პასუხი არის, რომ ავათ რო ხარ, მაშინაც კი არ უნდა გახვიდე სამუშაო ველიდან, რომ არ შეაფერხო რაღაც ეს სისტემა და წრე, რომელშიც ჩართულნი არიან. და მეორე არგუმენტი აქვს, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული über აკადემიზმუს. რომ რა არისო, რამდენ განათლებას იღებთო და ყველანი პროფესორები და მაგისტრები ხართო რაღაცაო და მერეო დაბალ ხელფასზე აღარ მიდიხართო და შრომის ძალის დეფიციტი არის ჩვენთან ეკონომიკის მთელ რიგ დარგებში,
ხო? მოკლედ ჩაგეჭერით, რომ მეთქვა, რომ ესეთი შოვანი ამბავი. არის ყველგან, არა ექსცენტრიული, ვითომ აკადემიური და რაღაც ქრისტიანული ტრადიციიდან წამოსული პოლიტიკოსებიც კი, აი ამ შრომის ექსპლუატაციას და ზედმეტიღირებულების მიტაცებას ცდილობენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ყველა სფეროში და ყველა მეთოდის შეზღუდვა უნდათ, რომლითაც ადამიანმა შეიძლება ამოისუნთქოს, ხო, თუნდაც ის სამედიცინო ბიულეტენი აიღოს და ოდნავ მაინც გაერიდოს ამ საშინელ შრომის პროცესს. ხო, ესე იგი აი შეჯამებისთვის რო თქვათ ამ ნაწილზე, ანუ კაპიტალიზმი არ არის სისტემა, სადაც ნიჭიერები მდიდრდებიან, ხო? ეს არის სისტემა, რომელიც აი მათემატიკური სიზუსტით არის აგებული, რომ სხვისი დრო მიითვისოს და კლასობრივი ბრძოლა ეს არ არის რაღაცა მითი და ვიღაცის მოგონილი, ეს არის კლასობრივი წარმებისა და წუთებისთვის ფაქტიურად, ხო? რაღაცა კლასობრივი ბრძოლა წარმოუდგენია თოლმე და წარმოგვიდგენია, რომ რაღაცა დიდი ბატალიები უნდა მოხდეს მაინც და მაინც და ქუჩის ბარიკადები და თქვათ რაღაცა ხოცვა-ჟლეტვა და ეს რევოლუციური ვითარება, ხო? არა, ეს ჩვენს ყოფაში ყოველდღიური ჩვენი წუთებისთვის, წამებისთვის ბრძოლა ჩვენი დროისთვის, რამდენს ვიმუშაობთ ჩვენი გადარჩენისთვის, რამდენს ვაჩუქებთ სრულიად უფასოდ კაპიტალის მფლობელს. ეს ყოველდღიურად მიმდინარეობს და სანამ საკუთრება მცირე ჯგუფის ხელშია, გლობალურად ექსპლუატაცია სისტემის გარდაუვალი შედეგია და არა შემთხვევითი უსამართლობა, ხო? ისე თუ არ ვიცი გვაქვთ რო შემიძლია აი ამ კლასიკურ პოლიტიკურ ეკონომიასაც შევეხო, ანუ შეგვიძლია გადავიდეთ თუ დამაკმაყოფილებელია ზემოადგილებლობაზე გადავიდეთ სხვა საკითხზე. აი გადავიდეთ სხვა საკითხზე. კი ბატონო. ნუ შემდეგი საკითხი რა იყო? უბრალოდ გაუცხოებაც უნდა ვთქვათ, ხო, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური, ასე ვთქვათ, კონსტრუქცია სამეცნიერო, რომელიც მარქსმა შრომაზე საუბრის დროს და მისი გაშიფრის დროს შემოგთავაზა. ხო, ნუ რაც შეეხება გაუცხოებას. ენელისტვის დათო მგონი ძალიან ნაცნობი იქნება, რასაც ახლა შენი ვლაპარაკებ, იმიტომ რომ დარწმუნებული კი. ყველა მშრომელი საქართველოში ამ გაუცხოებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს და ამჩნევს. ესე იგი, კლასიკური პოლიტეკონომია რას ამბობს, ხო, რომ ვთქვათ, აი ადამ სმიტი თავის ხალხთა სიმდიდრის საიდუმლოს რას უწოდებს, რომ ქვეყნის სიმდიდრე არის არა ოქროს საცავებში, ადამ სმიტი ამბობს, არამედ წლიური შრომა. და აღმოჩენა რა იყო კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის, პოლიტეკონომიის, რომ მან დაინახა, რომ შრომის დანაწილება ესე ვთქვათ, წარმოებას წარმოუდგენლად ზრდის და ჩამოაყალიბა აზრი, რომ საქონლის ღირებულება იზომება მასში ჩადებული შრომით. სმიტისთვის ვიცით, რომ ბაზარი იყო უხილავი ხელი, რომელიც ყველაფერს აბალანსებდა და ფიქრობდა, რომ თუ ყველა თავის ინტერესს გაყვებოდა, საბოლოოდ საზოგადოებაც იხეირებდა. მაგრამ სმიტის თავარი პრობლემა რა არის? მიუხედავად მთელი რიგი ესე ვთქვათ პროგრესული და რაციონალური მიმართულებისა, ხო, მის ნაშრომში ის შინაგანი კონფლიქტი, რომელიც მუშასა და მფლობელს შორის ღრმავდება, ხო? და ის მეორე ესე ვთქვათ გიგანტი პოლიტეკონომიის დევიდ რიკარდო, რომელიც ამბობს, რომ საქონლის ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მასზე დახარჯული შრომის რაოდენობით და რიკარდო სმიტზე უფრო პესიმისტია და ის ხედავს, რომ არსებობს კაცრი წინააღმდეგობა აი ამ ხელფასსა და მოგებას შორის. ანუ თუ ხელფასი იზრდება, მოგება მცირდება და რიკარდო უკვე აღწერს აი ამ კლასობრივ ბრძოლას ეკონომიკურ ენაზე, თუმცა სმიტიც და რიკარდოც მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღწერენ აი ამ კაპიტალისტურ ესე ვთქვათ ინფორმაციას, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ბუნებრივი კანონი. მაგრამ აქ ერთი მომენტია, ხო? თუ შრომა ქმნის ღირებულებას და ბაზარზე ყველაფერი სამართლიანად იცვლება, მაშინ კაპიტალისტი საიდან იგებს, ხო? იღებს მოგებას. აი თუ მუშა 10 საათს მუშაობს და ქმნის 10 საათის ღირებულებას და თუ კაპიტალისტი მას უხდის ამ 10 საათის საფასურს. და ორივე მაგას ამბობენ, რომ ბაზარი ეს არის რაღაცა გამოცვლა, მაშინ გამოდის, რომ კაპიტალისტს რჩება ნული. და თუ კაპიტალისტს მაინც აქვს მოგება, გამოდის, რომ ის მუშას ან მუშას ატყუებს, ან ბაზარი არ მუშაობს, სწორად. ამას ეს კლასიკოსები ვერ პასუხობდნენ მეცნიერულად, აქ
შეგობის რისკის ჯილდო ან რისკის ჯილდო reward of for risks რასაც უწოდებენ ინგლისურად ეს ყველაზე პოპულარული არგუმენტი იყო იმ პერიოდის ესე ვთქვათ ინგლისში და ეს ნეოკლასიკური და კლასიკური ეკონომისტები იყენებდნენ ამას კაპიტალისტური მოგების გასამართლებლად, ხო? ანუ კაპიტალისტი რისკავს თავის ფულს დაგროვილ კაპიტალს, მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, თუ საქონელი არ გაიყიდება და ჯილდო არის შემდეგ მოგება, ხო? ანუ გამბედაობის და ასე ვთქვათ ნიჭიერების შედეგი. მაგრამ ეხლა მარქსის პასუხი რა არის ამაზე, ხო? ანუ სინამდვილეში რისკი თავისთავად არაფერს აწარმოებს და მაგიდა იმიტომ კი არ არის ძვირი რომ თქვა დურგალმა მის გაყიდვაზე ინერვიულა. არამედ იმიტომ რომ ასე დაიხარჯა 10 საათი. ანუ რისკი არის კაპიტალისტთა შორის კონკურენციის ნაწილი და არა ღირებულების წყარო. შესაბამისად აი ჰარვი აღნიშნავს ხშირად რომ მუშა უფრო ბევრად მეტრის რისკავს ვიდრე კაპიტალისტი, ხო? ანუ მუშა რისკავს თავის ჯანმრთელობას, დროს, სიცოცხლეს და ბიზნესი თუ გაკოტრდება, კაპიტალისტი შეიძლება არ ვიცი, გაღარიბდეს, მაგრამ მუშა შეიძლება შიმშილის და უსახლკარობის პირას აღმოჩნდეს, ხო? აი ეს ამას იმიტომ ყვები საბოლოო ჯამში, რომ აი ეს სიმდიდრის დაგროვების წყარო დღეს აქმული არის ხოლმე რაღაცა სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლები ადამიანების, არ ვიცი, ვინც არის კავსი შამპანურს არსვამს ან ვინც ნიჭიერი იყო იმან ესე ვთქვათ მიიღო დოვლათი და ასე შემდეგ, ანუ ამით მინდა ახსნა ის რომ მოგების მიღება ეს არის სისტემური მომენტი და არა ჩვენი რაღაცა მარჯვეობის ამბავი. და მარქსი ესე ვთქვათ ამბობს ეგეთ რაღაცას რომ იდეალურ სახელმძღვანელოებშიო ჩვენ ყოველთვის წარმოგვიდგენენო წესრიგსო სადაც დაპყრობა, დამონება, ძარცვა და მკვლელობა არ არსებობს. და ჩვენ გვეუბნებია რომ პიროვნება თავისუფალია, მუშა თავისუფალია, აი რაღაც დებატებს წავაწყდები დღეს რამდენიმე დღის წინ და ერთ-ერთი მხარე ამბობს იმას რომ ის ქვეყნები არიან დიდრები და ის ადამიანები არიან დიდრები, რომლებიც იცავენ წესებს, ანუ კორუფციაში არ ერთვებიან, რაღაცა რაციონალურები არიან, აქვთ კარგი კანონმდებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა აი მარქსი როგორ აღწერს იმას თუ როგორ ხდება პირველადი დაგროვება, ანუ აი კაპიტალიზმის პირველ ცოდვას რასაც უწოდებს, ხო? ანუ როგორ იყრის სიმდიდრე რაცა ერთი ჯგუფის ხელში. ესე იგი, ჩვენ ვიცით რომ მუშა კაპიტალიზმში არის თავისუფალი, ის არის მონარქმა, მას შეუძლია წავიდეს იქ სადაც სურს და სადაც უნდა. და თავში ვახსენე რომ ის ასევე თავისუფალია ყოველგვარი წარმოების საშუალებისგანაც. ანუ არც მიწა აქვს, არც ქარხანა აქვს, არაფერი არ აქვს. ხო, არც იარაღი, არც სახლი. ეს ორმაგი თავისუფლება აიძულებს ადამიანს რომ თავისი ნებით მივიდეს კაპიტალისტთან და მიყიდოს საკუთარი ტყავი, სხვა შემთხვევაში შიმშილით მოკვდება, ხო? ეხლა რატო მოხდა ესე, ხო? ვიღაცამ შეავდასოს კითხვა, რატო აღმოჩნდა ყოფილი გლეხიან ყმა უკვე თანამედროვე ეპოქაში მუშა ყოველგვარი წარმოების საშუალებებისგან განძარცული. ჩვენ გვახსოვს ალბათ ისტორიიდან შემოღობები, ხო? ეს არის ფეოდალური წესრიგის ნგრევა, როდესაც ფეოდალურ გლეხს აქვს გარკვეული უფლება მიწაზე, მაგრამ კაპიტალიზმმა ეს უფლება გააუქმა და მიწა აქცია კერძო საკუთრებად, ხო? ანუ საძოვრები უნდათ არისტოკრატებს და მოგების მიზნით ინგლისში ეს მიწები შემოღობეს, რადგან მატყლის გაყიდვა უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე იქ გლეხების ცხოვრება, ადამიანები უბრალოდ ზედმეტები გახდნენ და თავიანთი წინაპრების მიწაზე და რა მოუვიდა ამ ხალხს, ეს ხალხი იქცა მაწანწალებად, მათხოვრებად, წავიდნენ ქალაქებში, სადაც ჯერ ქარხნები არ არის იმდენი, რომ ესე ვთქვათ, სამუშაო ადგილები არ არის იმდენი, რამდენიც არის ესე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ ყველა დაესაქმებინა და ამ დროს სახელმწიფო რას აკეთებს, გამოსცემს სისხლიან კანონებს, ტერორი მიდის პირდაპირ აი ამ ჭამაში მაწანწალების, სწორედ მაწანწალობის წინააღმდეგ, ხო ხალხს ჯიან, სცემენ, აგდებენ უმუშევართა სახლებში
და ეს კარგად არის აღწერილი იმ პერიოდის, ესე ვთქვათ, ქრონიკებში, რადგან მათ არ აქვთ სამუშაო. და ეს მეთოდი არის პირდაპირ მიმართულად იმისკენ, რომ ადამიანი იძულებით შეაჩვიონ კაპიტალისტური შრომის დისციპლინას. ეს შეიძლება ეს ბუნებრივი გონია, მაგრამ ფეოდალიზმში მცხოვრებისთვის ეს წარმოუდგენელია, ჯოჯოხეთია, ხო? აი, როგორც ბერძნულ მითოლოგიაში ვიცით, რომ განმეორება არის, რა, ჯოჯოხეთი, ყოველდღიურად ერთი და იგივე და ყოველწამიერად ერთი და იგივე სამუშაო შესრულება. ეს ფეოდალური გლეხისთვისაც, ყმისთვისაც არის ჯოჯოხეთური სამუშაო და შესაბამისად საჭირო გახდა, რომ ადამიანის სხეული და ცნობიერება მორგებოდა აი ამ ჯოჯოხეთურ დისციპლინას. ესე იგი, პირველადი დაგროვება მხოლოდ ინგლისის შიგნით არ მოხდა, ხო? მეორე მხრივ რო ავიღოთ. ინგლისს რატო ვიღებთ მაგალითად? პირველი, ესე ვთქვათ, ყველაზე დიდი კაპიტალისტური სახელმწიფო. მარქსი წერს, რომ საწყისი, ესე ვთქვათ, მასა კაპიტალისა დაგროვდა კოლონიების დაუნდობელი ექსპლუატაციით, ხო? აი, ოქრო და ვერცხლი ავიღოთ, ხო? ამერიკის აღმოჩენამ, ინკების, აცტეკების ოქროს მიტაცემამ ევროპაში კაპიტალის უზარმაზარი შედინება გამოიწვია და ჩვენ ვიცით ეს პირველი, ესე ვთქვათ, სეტლერები, ახალმოსახლეები რატომ ფუძნდებოდნენ ამერიკის კონტინენტზე, ხო? იმიტომ რომ მათ უნდათ ოქრო. ჰქონდათ ვალები, ევროპაში ბანკების მევახშეების და აბსოლუტურად კერძო ინიციატივით მიდიოდნენ ისინი ავანტურაზე, რადგან ამომძრვალიყვნენ აი ამ თავიანთი, ესე ვთქვათ, გავალიან ჭაობიდან, ხო? აი ამ ვალის ჭაობიდან და მიეთვისებინათ ადგილობრივი მოსახლეობის სიმდიდრე. და მონათვაჭრობა, მეორე, ესე ვთქვათ, მომენტი, აფრიკელი ადამიანების მონათქცევა, მათი შრომის გამოყენება პლანტაციებში შექმნა ეს კაპიტალიზმის ოქროს ხანა, ხო? ესე იგი, სახელმწიფოები იღებდნენ ვალებს ბანკირებისგან ომებისთვის და ექსპედიციები და შემდეგ ამას ფარავდნენ აი ამ ოქრო-ვერცხლის და მონათვაჭრობიდან გამომდინარე. და შესაბამისად სიმდიდრის მასობრივი გადაკაჩვა გამოიწვია ამან კერძო ხელში, ხო? ესე იგი, ფეოდალი ლორდები არამხოლოდ, ესე ვთქვათ, ეკონომიკური ნიჭით და მარჯვეობით კი არ გადაკეთდნენ, ვთქვათ, კაპიტალისტებად, ხო, არამედ ძარცვით და კოლონიური ექსპანსიით და ესე ვთქვათ, როგორც მარქსი ამბობს, კაპიტალისტებმა გამოიყენეს ისტორიული გარემოებები, რომლებშიც თავად ვითომ უდანაშაულონი იყვნენ, რათა ხალხის უბედურება თავიანთ სიმდიდრის წყაროდ ექციათ. აი დღეს როცა ვინმე იწყებს საუბარს იმაზე, თუ როგორ აქვს ჩავარდნილი ამა თუ იმ, ვთქვათ, მულტიმილიარდელს ეს ქონება ხელში, ყოველთვის დაიყვანება ხოლმე ინდივიდუალიზმამდე. და აი ჩვენ აი უკვე ამ ჩვენი საუბრის, ესე ვთქვათ, შუამდე მივედით და გამოიკვეთა ის კონტურები, რომ შეუძლებელია მილიარდობით ქონება ადამიანმა კაპიტალისტურ საწარმოო ურთიერთობებში დააგროვოს ესე ინდივიდუალურად, ხო, იმიტომ რომ არ არის ადამიანი ატომი აი ამ სისტემაში. ეხლა შეგვიძლია პრინციპში გადავიდეთ გაუცხოებაზე. აქამდე ჩვენ ვისაუბრეთ რაღაც ზენმეტყირებულებაზე, კლასებზე, ისტორიულ ძალადობაზე, მაგრამ ჩდება კითხვა, რა მოსთის თავად ადამიანს აი ამ სისტემაში. ხო? აი, როდესაც მარქსის 1854 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები აღმოაჩინეს, მანუსკრიპტები, ეს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, რაც გარღვევა იყო, არა? აი, მაყურებლისთვის რომ ვთქვათ, მთელი რიგი ტექსტები მარქსისა არ იყო მე-20 საუკუნემდე აღმოჩენილი და მხოლოდ ისეთმა დიდმა მოაზროვნეებმა, ხო, რაღაც მარქსიზმის შიგნით, როგორიც არის, არ ვიცი, პლეხანოვი მაგალითად და კიდევ სხვა და სხვა, მათ ბევრი ეს ტექსტი არ იცოდნენ. უბრალოდ სამყარომ დაინახა სულ სხვა მარქსი, ხო, აი ამ ტექსტების აღმოჩენის შემდეგ, ერთ-ერთი ესეთი ძირეული კონცეფტი, რომელზეც არამხოლოდ მარქსისტებმა დააშენეს მერე თავიანთი თეორიები, არამედ არამარქსისტებმაც და მათთვისაც მნიშვნელოვანი გახდა ეს გაუცხოების ცნება.
ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ტერმინი, ეს არის დიაგნოზი იმისა, თუ როგორ კარგავს ადამიანი კავშირს საკუთარ თავთან, კაპიტალიზმში, თავის შრომასთან და სხვა ადამიანებთან. ფრანგი მარქსისტი ფილოსოფოსი, ანრი ლეფევრი ამბობს, რომ გაუცხოება არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მიერ შექმნილი სამყარო მასვე უპირისპირდება. როგორც უცხო და დამონებელი ძალა, ხო? ერთი მხრივ ჩვენ ადამიანები ვაშენებთ ჩვენს გარშემო არსებულ, ასე ვთქვათ, სივრცეს, ბუნებას ჩვენ გარდაქმნით, ჩვენი ხელით. მაგრამ ჩვენი ხელით გარდაქმნილი ეს ბუნება, ჩვენი ძალისხმევით გაკეთებული საქმე, გვიბრუნდება როგორც ჩვენივე დამანგრეველი, ჩვენივე დამონებელი და ჩვენივე გამომათაყვანებელი საქმე და სივრცე, ხო? აი მაგალითად ვაშენებთ სახლს, რომელიც შემდეგ ციხედ გვექცევა, ხო? ანუ ეს არის ესე ვთქვათ გაუცხოება, ჩვენივე ენერგია, ჩვენივე ნიჭი და დრო გარდაიქმნება კაპიტალად, რომელიც მერე ჩვენსავე ცხოვრებას მართავს და გზღუდავს. ანუ კაპიტალისტი და კაპიტალიზმი მხოლოდ ჯიბეს კი არ გვიცარიელებს, ის ჩვენს ადამიანობას გვართმევს. ხო, ეს არის ალბათ მარქსიზმში ყველაზე უფრო ჰუმანისტური და ადამიანური განზომილება. სამუშაო პროცესს, რომელიც ადამიანის ყველაზე შემოქმედებითი აქტი უნდა იყოს და შრომა ეს არ არის რაღაცა როგორ თქვა, მექანიზებული პროცესი, რაღაც ეს სტახანოურ შრომას თუ არ ვიტყვით ჩვენ და რაღაც ზაოთ კრაუტ და მსგავს ესეც გაუცხოებულია, ხო? აი, ხშირად წარმოუდგენიათ, რომ რაღაც საბჭოთა კავშირში შრომა არ გათავისუფლებულა. აქაც ადამიანი იყო გაუცხოებული საკუთარი თავისგანაც, შრომისგანაც და სხვა ადამიანისგანაც, ხო? ამიტომ ეს ჩვენი შემოქმედებითი აქტი, რომელმაც უნდა გაგვათავისუფლოს, იქცევა ჩვენ სასჯელად და ჩვენ მაშინ გვძნობთ მხოლოდ ადამიანებად თავს, როდესაც აუმუშავებთ. და ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი, რაც გვითხრა მარქსმა, ხო? ესე იგი, მარქსი ამბობს, რომ ცხოველი ბუნების ნაწილია, ხო? ის მხოლოდ ერგება გარემოს და ადაპტირდება, ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც ბუნებას გარდაქმნის. ან როდესაც ხედავს ცხოველი, მაშინ ხედავს მხოლოდ ჩრდილს ან საკვებს, ხო? ადამიანი ხედავს, ესე ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, მაგიდას, სახლს, ნავს და ასე შემდეგ. ანუ ეს ის პროცესია, როდესაც ადამიანის თავში გაჩენილი იდეა ბუნებას ცვლის და ეს არის შრომის პროცესი. არ იფიქროს ვინმემ, რომ რაღაც ჯერ იდეა ჩდება და ადამიანს ამზარეული იდეები აქვს და მე ამ ამზარეული იდეების მიხედვით გარდაქმნის ბუნებას, არა ესე არ არის. ეს არის ურთიერთ დამოკიდებული პროცესი. კვერცხის და ქათმის ამბავი აქ არ არის, რომელიც იყო პირველი. ადამიანი ბუნებასთან როდესაც შედის ურთიერთობაში, მისი ცნობიერება ყალიბდება ერთი მხრივ და შემდეგ უკვე მისი ცნობიერება გარდაქმნის ბუნებას. ხო, ანუ ეს რაღაცა რეციპროკული პროცესია. და ბუნება არის ადამიანის არაორგანული სხეულია, ხო? შრომით ანუ ჩვენ ბუნებას ჩვენს ნაწილად ვაქცევთ და ჩვენ ვჭამთ, ვიცვამთ, ცხოვრობთ ბუნებით, რომელსაც შრომით ფორმა შეუცვალთ. ეგ ფუტკრის მაგალითი მოყავს მარკს აი ამ ტექსტში. ყველაზე ცუდი არქიტექტორიც კი ყველაზე კარგ ფუტკარზე მაღლა დგას, ერთი რამის გამო, რომ არქიტექტორი სანამ სახლს ააშენებს, მას გააზრებული აქვს ჯერ ეს პროცესი და ცხოველი მხოლოდ აწარმოებს ინსტინქტით, ანუ წინასწარ გასავსგებლად, ადამიანი კი თავისუფლად და ცნობიერად. ჩვენ შეგვიძლია სილამაზის კანონებით შევქმნათ, ესთეტიკის კანონების მიხედვით, მაშინაც კი როცა არ გვშია, არ გვაქვს არანაირი ესე ვთქვათ ბიოლოგიური საჭიროება. ეს არის მოკლედ თავისუფალი შემოქმედება, ხო, შრომა. ეხლა რატო იქცევა შრომა ტანჯვად, ხო? აქ შემოდის კაპიტალიზმის კრიტიკა, როდესაც შრომა უნდა ყოფილიყო ჩვენი თავისუფლება და სიხარული, ის გადაიქცა სასჯელად, იმიტომ რომ შრომა იქცა საქონლად კაპიტალიზმში. შენ აღარ ქმნი იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოხატო, არამედ ყიდი შენსამ ჯადოსნურ უნარს ფულზე, ანუ შენ სამუშაო ძალას. და შრომა აღარ არის სიცოცხლის გამოვლინება, ეს არის სიცოცხლის შენი შემოქმედებითი ენერგიის მსხვერპლად შეწირვა იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩე. იმისთვის, რომ ხვალდიგლით გაიღვიძო და ისევ წახვიდე სამუშაოზე. ეხლა მოდი ის სამი ეტაპი ჩამოვთვალოთ გაუცხოებისა.
რასაც მარქსი აღწერს და რაც ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის გაუცხოება პროდუქტისგან, ხო? რასაც აკეთებ, შენი არ არის. მაგალითად, მუშაობ Apple-ის ქარხანაში, ვქნი რაღაც პოპულარულ gadgets, iPhone-ს, ეს მთელი დღე აწყობ, თქვათ, ამ ტელეფონს, მაგრამ დღის ბოლოს შენ ეს ტელეფონი არ გეკუთვნის. მეტიც ის იმდენად ცოტას იღებს მუშა, რომელიც აქ მუშაობს და უცით თანაც, რომ არის აღმოსავლეთ აზიაში, ხო, გადატანილი ეს წარმოება და საშუალო შემოსავალი ამ ადამიანების ძალიან კარგად ცნობილია და შეიძლება იმდენად ცოტას იღებს ეს ადამიანი, რომ ერთი წელი დასჭირდეს მუშაობა აი ამ iPhone-ის წარმოებას მისაყიდლად. ანუ რა არის მთავარი აბსურდი, რაც უფრო მეტ და მაღალ ტექნოლოგიურ ტელეფონს აწარმოებს და აწყობს მუშა, მით უფრო ძლიერდება მისი უფროსი, ანუ კაპიტალისტი, ანუ შენივე ხელით შექმნილი ნივთი შენზევე ბატონობის იარაღი ხდება ბაზარზე. შენ აშენებ სასახლეს, მაგრამ შენთვის მხოლოდ ნესტიანი ქოხი გრჩება, ხო? აი მარქსმა ეს პარადოქსი დაინახა. მე რაც უფრო მაღალ ტექნოლოგიურ და არ ვიცი, უნიკალურ რაღაცას ვქნი, ხო? მით უფრო სუსტი ჩევი და ვხდები, იმიტომ რომ ჩემი მიერვე შექმნილი რაღაცა იმ წამსვე იქცევა ჩემს მტრად. რატო რჩები უფრო ღარიბი, რაც უფრო მაღალ ტექნოლოგიურს ვქნი? იმიტომ რომ ის გაცილებით უფრო ძვირი არის და გაცილებით ნაკლებად მიმიწვდება მასზე ხელი. არა და პირიქით უნდა იყოს, ხო? ანუ მე თუ ვქმნი რაღაცას კარგს და სასარგებლოს სოციუმისთვის, საზოგადოებისთვის, პირიქით უკეთესად უნდა ვიყო. მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება. გაუცხოება შრომის პროცესისგან, ეს მეორე ეტაპია, როდესაც სამსახური ჩვენი, ეს ყოფით ენაზე რო ვთქვათ, ხდება ჩვენი საპრობი. აი დაუსვათ ნებისმიერ ადამიანს კითხვა და ახსენე კიდე ჩვენ წეღა რომ ეს ნაწილი ჩვენი ესე ვთქვათ მეგობრებისთვის იქ ნაცნობებისთვის საკმაოდ ახლოს ყოფი რამა. დაუსვათ ესეთ კითხვა ხო ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რომელი ადამიანი გრძნობს თავის სამსახურში, თავს ისე როგორც შინ გრძნობს, ხო, თავს. ანუ კომფორტულად და კარგად. დავაკვირდეთ აი მომენტს, როდესაც ადამიანები, აი მით უმეტეს მე-19-20 საუკუნეში, როდესაც მუშები გამოდიან, ხო, ვთქვათ, ქარხნებიდან, სამსახურიდან გამოსვლის დროს ისინი საათს და არსებობს ეს არქივო კადრები. რატომ? იმიტომ რომ მუშაობა მათთვის სიამოვნება კი არ არის, არამედ მხოლოდ საშუალებაა, რომ მერე სახლში მივიდნენ, ჭამონ, დალიონ და დაიძინონ. ეხლა რა არის ირონია აქ? ანუ ადამიანი თავს ადამიანად გრძნობს მხოლოდ მაშინ, როცა ჭამს, სვამს ან ისვენებს, ანუ ცხოველური ფუნქციების შესრულებისას, ხოლო როცა თავის ყველაზე მთავარ საქმეს უნდა აკეთებდეს, ანუ ქმნიდეს და მუშაობდეს, ანუ შრომობდეს, მაშინ თავს გრძნობს რობოტად და პირუტყვად. ხო? შრომა აქ, ესე იგი, ნებაყოფლობითი კი არ არის, არამედ იძულებითია. თუ ვინმე იტყვის, რომ არ ვიცი, შენ ხო თოფი არავის მოუდია შუბლზე, ხო შენინებით მიდიხარ სამსახურში. ჩემინებით არ მივდივარ, შიმშილი ეს არ არის, ესეც ყველაზე ესე ვთქვათ, მთავარი იძულება. ზოგჯერ თოფზე და იარაღზე უფრო ისეთიც წავე, ხო? და მესამე ეტაპი გაუცხოება გვარეობითი არსებობისგან, ანუ ადამიანობის დაკარგვა. ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ის სიამოვნებისთვის და სილამაზისთვისაც ქმნის მეთქი ვთქვი. კაპიტალის შენი ეს ნიჭი კვდება, ეს მომენტი კვდება და შენ აღარ ქმნი, იმიტომ რომ გიხარია, არამედ იმიტომ რომ გადარჩე და ბუნება, რომელიც შენი მეორე სხეული უნდა იყოს, იქცევა მხოლოდ რესურსად. და ამ ეტაპზე, ამ პროცესში, ხო, რომელსაც აღწერთ, ჩვენი კოლეგა, მეგობარი კი აღარ არის, არამედ ის იქცევა კონკურენტად. ანუ გვარეობითი არსება, თუ არის ადამიანი სოციალური არსება, ჩვენ უნდა თანამშრომლობდეთ ერთმანეთთან, ცოდნას უნდა ვაზიარებდეთ, უნდა ვაერთიანებდეთ ჩვენს ძალებს და ძალაუფლებას. მაგრამ კაპიტალისტურ სისტემაში შენ ხდები შენივე ადამიანისთვის მგელი ხდება. კი ბატონო. კონკურენცია და ჩაწიხვლა და გაუბედურება და ყველაფერი საშინელება. ხო, და ერთმანეთს უყურებთ არა როგორც ადამიანებს, არამედ საფრთხეს და ფუნქციებს, ხო? და ამიტომაც არის, რომ სარგებლობენ ამით შემდეგ ეს კაპიტალისტები, ხო? გვეუბნებიან მაგალითად, რომ კი ბატონო, არ გინდა
მუშაობა, ხვალ მოვიყვან ვიღაცას, რომელიც შენზე უფრო იაფად იმუშავებს და გაიხედავ და თქვათ რიგი დგას შენ საწარმოსთან. მოლოდინი ადამიანებით, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად ჩაგანაცვლებენ. და აქ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ეს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე არ უნდა დავიყვანოთ და მორალური, ესე ვთქვათ, წნეხი არ უნდა მივიტანოთ იმ ადამიანებზე, სამწუხარო მოცემულობა, ეს აქ მორალური დამონათება კი არ უნდა იყოს. აქ ამას უნდა შევხედოთ პოლიტიკურად, ხო? რა შეგვიძლია ჩვენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვიაზრებთ აი ამ ბზაკრულ, ესე ვთქვათ, მომენტს სისტემისას, რომ ეს ადამიანები გავარქიოთ, მათ გარკვეულება შეუწყოთ ხელი და ამაზეა გამახსენდა მაგალითად რისხანების სტევნები, ხო? სტაინბეკის როგორ არის იქ. ძალიან სადა და ნათელიანით აღწერილი ის რთული იდეები, რაც აი ახლა ვეცადეთ რომ ჩამოგვეყალიბებინა მარქსისტული თეორიის მეშვეობით. ესე იგი გაუცხოება რომ შევაჯამოთ ნიშნავს რომ შენ ცხოვრებაში შენ ხარ სტუმარი, შენს ენერგიას ქვისი მოგებისთვის ხარჯავ, შენს კეტაო საკუთარ არადაში და სამსახურში რობოტად იქცევი, სხვა ადამიანებში ხედავ კონკურენტებს, ეს ბუნებრივი მდგომარეობა კი არ არის, ხო, მარქსი გვეუბნება, ეს არის სისტემის ბრალი. და სანამ შრომას ხისი გამდიდრების იარაღია, ადამიანი საკუთარ თავთანაც კი იქნება ყოველთვის წინააღმდეგობაში. ჩვენივრად გამოგვივიდა მგონი პირველი ნაწილი, მომრგვალება, ძირითადი ცნებები. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ მსმენელს, რომ არანაირი პრეტენზია არ აქვს, რომ იმ მოძღვრების სიღრმეს რაღაც საათნახევრიანი ვლოგით ჩავწუდებით, რომელმაც რა თქმა უნდა ამხელა გავლენა მოახდინა, ხო, ქრისტიანობამ და მარქსიზმმა. ამ ორ, ასე ვთქვათ, მოვლენაზე დიდი გავლენა არ ქონია სამყაროს ისტორიაზე, მგონი არაფერს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მაგრამ ნუ ძირითადი ხაზები, რომლითაც შეიძლება ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ამ მოძღვრების შესასწავლად, თუ შესწავლის ინსტრუმენტად მაინც და მაინც ვიდეო უნდა, ხო, აი მაგისთვის ეს ჩვენი საუბარი მგონი ნამდვილად გამოდგება. ხო, ერთ რაღაცასაც დავამატებ, რომ ნუ ამაზე პრეტენზია ვერც გვექნება ამ ფორმატში და თანაც ანუ ეს მარქსიზმი არაერთმნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, კომპლექსური ესე მიმდინარეობაა, ხო? არის რაღაცა ვთქვათ ორთოდოქსული გაგება, რევიზიონისტული გაგება, კრიტიკული, ესე ვთქვათ, მარქსიზმის შემდეგ უკვე და ბევრი ტრადიცია, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ რომ რაღაც საყვალპურო ენაზე ბაზისური შემოხაზა. ბაზისური, კი ბატონო. ხო არ გადავიდეთ მეორე ნაწილზე, სადაც უფრო აი საუბრობთ ისეთ თემებთან, რომელიც ბაზისი ზედნაშენი იყო, ხო? ბაზთან და ისტორიასთან არის დაკავშირებული და აი პირველი ცნებები შემოგვაქვს ეს ბაზისი და ზედნაშენის ცნება. ხო, ესე იგი, გაუცხოებაზე ვსაუბრეთ და შეიძლება კითხვა დაებადოს ხო ადამიანს, თუ ესეთი რაღაცა არაადამიანური სისტემა არის ეს კაპიტალიზმი და ეს ესე ხელის გულზე დევს, მაშინ რატომ ვერცვლით ამას? და რა არის ამ სისტემის, ესე ვთქვათ, თავარი საიდუმლო, ხო? რაზეც დგას ამ გაუცხოება ჰაერში კი არ კიდია, ხო? მას აქვს თავისი მყარი მატერიალური საძირკველი და თავისი იდეოლოგიური სახურავი. ესე იგი, აი როგორც ანრი ლეფევრი ამბობს, მარქსის სოციოლოგია და მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს ქვია სწორედ მარქსის სოციოლოგია საზოგადოებას უყურებს როგორც ცოცხალ სხეულს, ხო? სადაც ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ყველაფერი ერთმანეთთან დიალექტიკურად არის დაკავშირებული. და აი აქ შემოდის მარქსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი ბაზისისა და ზედნაშენისა. ვიღაც შეიძლება შემოგვედაოს, რომ მარქს თვითონ ეს ცნებები არც ისე ბევრჯერ აქვს ნახსენები, მაგრამ ტრადიციაში ესე დამკვიდრდა და ლეგიტიმურია მარქსთან მიმართებით ამ ორი ცნების გამოყენება, ამიტომ მივაწეროთ მარქს მოკლედ ეს ორი ცნება, ხო, ბაზისი და ზედნაშენი. ესე იგი, რა არის ბაზისი? როგორ განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის წესი ჩვენს აზროვნებას, ანუ ჩვენი ყოფნა, თუ არ ვიცი, ყოფიერება, როგორ განსაზღვრავს ჩვენს აზროვნებას და ზედნაშენი ეს არის როგორ იცავს სახელმწიფო სამართალი იმ სისტემას, რომელიც სწორედ აი ამ ჩვენს გაუცხოებას იწვევს. ანუ
გაუწყლობა სწორედ მაშინ ხდება ტოტალური, როდესაც ის ხდება იდეოლოგიურად გამართლებული, ხო? რომელიც გვარწმუნებს, რომ ჩვენი მონობა სინამდვილეში თავისუფლება და ჩვენი გაუწყლობა ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. აი, ჩავიხედოთ, ხო, უფრო ღრმად აი ამ შენობის, ესე ვთქვათ, ბაზისში და სიღრმეში. დაუბრუნდები კიდე იმას, თუ ვინმე საინტერესებს ადახსენებს მარქსი აი ამ ბაზისის ცნებას, ეს არის 1859 წლის ნაშრომის პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის წინა სიტყვაობაში, იქ წერს მარქსი თავის ცნობილ ფრაზას, რომ რაც პერიფრაზირება რო გავაკეთო, ზუსტი ციტატა არ მაქვს, ადამიანები თავიანთი ცხოვრების საზოგადოებრივ წარმოებაში შედიან გარკვეულ აუცილებელ მათი ნებისგან დამოუკიდებელ ურთიერთობებში. ამ წარმოებითი ურთიერთობების ერთობლიობა შეადგენს საზოგადოების ეკონომიკურ სტრუქტურას, იმ რეალურ ბაზისს, რომელზედაც აღიმართება იურიდიული და პოლიტიკური ზედნაშენი. ესე იგი, მარქსამდე სოციოლოგია თვლიდა, რომ საზოგადოებას იდეები, რელიგია ან დიდი ადამიანების ნება მართავს და საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული აზრია. მარქსი იყენებს რაღაც არქიტექტურულ მეტაფორას იმისთვის, რომ გვაჩვენოს, რომ საზოგადოება გავს შენობა, სადაც საძირკველი, თუ საძირკველი იცვლება, ანუ ბაზისი, ეს იწვევს მთელი შენობის სრულებას და ბაზისი, ესე ვთქვათ, ეს არის საწარმოო ძალები და საწარმოო ურთიერთობები, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. ხო, ანუ ყველაფერი ითაც ვაწარმოებთ, იარაღები, მანქანები, ტექნოლოგიები, თავად ადამიანები თავისოდნით დაუნარებით და ურთიერთობები, ანუ როგორ არიან ადამიანები განლაგებულები წარმოებაში, ვინ ფლობს ქარხანას, ვინ მუშაობს მასში, როგორ ნაწილდება პროდუქტი და ასე შემდეგ. ხა, რატო არის პრომარტივად რო ვთქვათ, ეკონომიკური სტრუქტურა, ხო? ხო, ეკონომიკური თავისი სტრუქტურა აი ამ ქსოვილით და თავისი აი ამ ყველა სირთულით. კი, ხო, აი, საკარგი დამატება იყო შენი მხრიდან, ეკონომიკური სტრუქტურა ოღონდ არა გამარტივებულად, ხო, რაღაც ეკონომიკა, როგორც, არ ვიცი, ბიუჯეტი და რაღაცა ფისკალური პოლიტიკა და რაღაც. ჩვენი, ესე ვთქვათ, ყოფნის ბაზისური მიმართულება და ხო, სივრცე. ეხლა აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? მარქსი ამბობს, რომ ხელის წისქვილი გაძლევთ საზოგადოებას ფეოდალით სათავეში და ორთქლის წისქვილი კი საზოგადოებას სამრეწველო კაპიტალით. ამით ყველაფერია, ხო, ნათქვამი, მგონი, რომ აი ეს საწარმოო ძალის ცვლილება იწვევს წარმოებითი ურთიერთობების სრულებას, ანუ ბაზისი იცვლება, ესე იგი. აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი წარმოების წესი შეიცვალა და აღარ გვჭირდება ქარხნები და ყველაფერს 3D პრინტერებით სახლში ვაკეთებთ, ხო, სიტყვაზე. აი თუ ესე შეიცვლება, არ ვიცი, ეს ბაზისი წარმოების წესი, ძველი კანონები ვთქვათ საკუთრებაზე, აი ძალიან პრიმიტიულად რო ვთქვათ, ძველი ეს პოლიტიკური სისტემები და იდეები აუცილებლად დაინგრევა, ხო, ანუ უნდა დაინგრეს. და მათ აღარ იქნებათ ეს მატერიალური საყრდენი. ესე იგი, ბაზისი, აი ლეფევრი ამბობს, რომ მკვდარი მექანიზმი კი არ არის, არამედ ეს არის პრაქტიკა. ხო, კიდე ერთი მნიშვნელოვანი მარქსისტული ცნება. ანუ ეს არის ადამიანის ყოველდღიური მოქმედება, ბრძოლა გადარჩენისთვის, გარემოსთან ურთიერთობა და ბაზისი კი არ კარგავს ზედნაშენს რაქმნას, არამედ ის ქმნის იმ პირობებს, რომელშიც ზედნაშენი იბადება. ეხლა აქ მეორე მომენტი კიდე ის არის, რომ ორმხრივი გავლენა აქვს, ხო, ამობს ერთმანეთთან. თუ ნუ ზედნაშენზე კი ვთქვით, მაგრამ მაინც ვიტყვი, ანუ ზედნაშენი ესაა სახელმწიფო კანონი, იდეოლოგია, მაგრამ შეუძლებელია აი ერთი მხრივ, აი რო წარმოვიდგინოთ ეხლა აი ფეოდალიზმში თანამედროვე კონსტიტუციას ვერ გადავიტანთ. რატო? იმიტომ რომ ნუ არ არსებობს ისეთი ურთიერთობები, ხო, ანუ კერძო საკუთრება მაგალითად არ არის იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს, ხო? და შეუძლებელია, რომ არ ვიცი, რაღაცა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაცა ყველა ადამიანი არის თანასწორი კანონის წინაშე. ესეთი რაღაცა არ არის. ეს მოიტანა ბაზისის ცვლილებამ, ხო? ანუ როცა გადავედით სხვა ესე ვთქვათ ეკონომიკურ ფორმაციაზე. მაგრამ ზედნაშენი უბრალოდ ჩრდილი და ანარეკლი არ არის ბაზისის. ზედნაშენის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რომ არა ზედნაშენი ბაზისი ვერ შენარჩუნდება.
ანუ ეს არის მმართველი კლასის მიერ ექსპლუატაციის არსებული სისტემის გამართლება, დაკონსერვება და დაცვა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის პროცესები, რაც ბაზისში მიმდინარეობს. და აი ამ ორმხრივ პროცესზე ეს რატო ახლა მნიშვნელოვანია დოგმატურ მარქსიზმში, საბჭოთა მარქსიზმშიც ისია წარმოდგენილი, რომ ეს ზედნაშენი არის პასიური და აირეკლავს ამ ბაზისს, ხო, რაღაცა მექანისტური აღწერა არის ამ ორის და ჩვენ შეგვიძლია ფრიდრიხ ენგელსის წერილები გავუხსენოთ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლით ადრე, სადაც ის აღწერს, ხო, აი როგორი რეციპროკული, ანუ ორმხრივი ურთიერთზიარი მიმართება აქვს. როდესაც ზედნაშენის ელემენტები, ანუ პოლიტიკური ფორმები, კონსტიტუციები, იურიდიული თეორიები რეაგირებენ ბაზისზე და ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობენ ისტორიული ბრძოლების ფორმის განსაზღვრაშიც. ანუ აქ მექანიკური დეტერმინიზმი უნდა გამოირიცხოს, ხო? ანუ რაღაცა ორთქლის წისქვილი ავტომატურად არშობს კაპიტალიზმს, ისტორია ადამიანების აქტივობა გვეუბნება მარქსი თავისი წინააღმდეგობებით და შესაბამისად პოლიტიკა კონცენტრირებული ეკონომიკაა, ხო, როგორც აი ლენინი ამბობდა და ეკონომიკური განვითარება წარმოშობს კლასობრივ ძალებს, მაგრამ ამ ძალების ბრძოლის შედეგი დამოკიდებულია მათ პოლიტიკურ მობილიზაციაზე. აი ამბობდნენ, ხო, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ტიპი მარქსისტებისა, რომ გარდაუვალია კაპიტალიზმის ნგრევა, იმიტომ რომ ეს შეუთავსებელი, ესე ვთქვათ, შეუთავსებელ წინააღმდეგობრივობებს ატარებს თავში და ეკონომიკური ფაქტორებით ხსნიდნენ ამას. მაგრამ შემდეგ წამოვიდა პლეიადა მარქსისტებისა, ხო, გეორგ ლუკაჩი, კარლ კორში, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლები და ასე შემდეგ, რომლებმაც ეს სუბიექტური ფაქტორი მივიწყებული მარქსიზმში აღადგინეს, მას რეაბილიტაცია გაუკეთეს და მარქსის თავარი იდეა, რომ ადამიანები ისტორიას ქმნიან თავისი ხელით, ოღონდ მოცემულ და გადმოცემულ პირობებში და ისტორია თვითონ არ ქმნის, ხო, საკუთარ თავს, ჩვენ ვქმნით ისტორიას, ოღონდ არა ვოლუნტარისტულად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ამიტომ ბაზისის ზედნაშენის ურთიერთმმართველობისას არ უნდა დაგვაუწყდეს. რატო აი იდეა და ხელოვნებაც შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად ზედნაშენის ნაწილად? ცხადია, ოღონდ აი კარგი კითხვა არის ეგ ამბავი, იმიტომ რომ მარქსი პირდაპირ ამბობს, რომ ხელოვნების მაგალითად განვითარება პირდაპირ პროპორციული არ არის და შემოქმედებითი აქტივობის განვითარება პირდაპირ პროპორციული არ არის საწარმოო ძალების და წარმოებითი ურთიერთობების განვითარებასთან, ხო? ჰომეროსი იყო, არ ვიცი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე. შექსპირი იყო, არ ვიცი, შუა საუკუნეებში, ხო, რაღაცა გვიან ფეოდალიზმში. მაგრამ ეს ანუ მარქსი იმის თქმა უნდა, რომ პირდაპირ პროპორციული არ არის ბაზისის განვითარება, თქვათ ხელოვნების და შემოქმედების განვითარებასთან, ხო? ანუ ეს მექანიკური პროცესი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს, არ ვიცი, ტელეგრაფი სიტყვაზე და უფრო განვითარებულები ვართ და უკეთეს რომანებს ვწერთ და ვიღაცას ქონდა მაშინ მხოლოდ ბატის ფრთა და სანთელი და ისინი ჩამორჩენილები არიან, ხო? ანუ აი აქაც ვლინდება, ესე ვთქვათ, ზედნაშენის შედარებითი დამოუკიდებლობა ბაზისისგან, ხო, და ავტონომიურობა ბაზისისგან. ამიტომ საბოლოო ჯამში, აი ენგელსი გვეუბნება, რომ მაინც ეკონომიკური ბაზისი განსაზღვრავს ყველაფერს, მაგრამ ზედნაშენს მაინც აქვს შედარებითი ავტონომია. და ეს დღევანდელი მსოფლიო წესრიგიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ სულაც არ იწვევს ტექნოლოგიურ პროგრესი, არც მორალურ პროგრესს, არც არ ვიცი, სახელოვნებო პროგრესს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება პირიქითაც იყოს. ეხლა დიალექტიკის პირველი აქტი, ხო, წინააღმდეგობის საჩდება, აი სწორედ აი ამ ბაზისსა და ზედნაშენს შორის, ხო? ესე იგი, საწარმოო ძალებს თქვით, რომ აქვთ ბუნებრივი ტენდენცია, რომ მუდმივი ზრდა და განვითარება ქონდეთ. ანუ ზედნაშენი, ანუ არსებული კანონი, ზედნაშენი გაცილებით უფრო კონსერვატიულია ვიდრე ბაზისი, ხო, ესეც უნდა ვთქვა.
ჩვენ ვიცით ძალიან დიდი მოაზროვნეებისგან და ავტორებისგან, დიდი რევოლუციონერებისგან, რომ შეიძლება იყოს ბაზისი შეიცვალოს, საწარმოო ძალები გადასხვაფერდეს, მაგრამ ის ძველი, ესე ვთქვათ, წარმოდგენები სამყაროს შესახებ, ეს გაცილებით უფრო რთული შესაძლებელი. აი, მე სულ მახსენდება ამაზე, სლავoj ჟიჟეკი თანამედროვე ფილოსოფოსი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ როდესაც რევოლუცია მოხდა რუსეთში, რევოლუციონერები შემდეგ პირობითად მეორე დღეს დაფიქრდნენ იმაზე, რომ აი როგორი უნდა იყოს ადამიანების ყოველდღიურობა, ხო, კარგი თქვათ, ჩვენ ვეუბნებით, რომ რაღაცა რელიგიური შეხედულება სამყაროზე მოძველებულია. მაშინ როგორ უნდა მოეწყოს მათი ყოველდღიურობა, სოფლად მაგალითად. ქორწინების აქტი, ხო? ვინ უნდა განახორციელოს, სხვა რიტუალები, თქვათ, არ ვიცი, რაღაცა მამა-პაპის, ესე ვთქვათ, საფლავების მონახულება იქნება და იქ რაღაცა განხორციელებული რიტუალი თუ სხვადასხვა, რაც ჩვენს ყოფას განსაზღვრავს. ანუ ესე უცაბედად არ ხდება ადამიანის ცნობიერების ამოტრიალება, ხო? მაგიტომაც აი დღეს რო ვიღაცას აქვს განცდა, რომ კერძო საკუთრება ყოველთვის არსებობდა, კაპიტალიზმი ყოველთვის არსებობდა, ეს იმდენად ბუნებრივი ეკონომიკური ფორმაცია, რომ ამის შეცვლა შეუძლებელია, ისევ ჟიჟეკს რომ დავესესხოთ, რომ უფრო მარტივია წარმოვიდგინოთ აპოკალიფსი და არ ვიცი, უბედურება, ატომური განადგურება პლანეტის, ვიდრე კაპიტალიზმის ჩანაცვლება რაიმე უფრო სახეირო და კეთილშობილური ეკონომიკური ფორმაციით, ეს ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, სწორედ აი ამ კონსერვატიული ბუნებისა, ხო, ზედნაშიც. მაგრამ დგება კონფლიქტი, როდესაც ახალი, ესე ვთქვათ, ეს საწარმო ძალები, როგორც ვთქვით, ვეღარ ეტევა ძველ კანონებში, აი ფეოდალური კანონები რას უშლის ხელს, ხო, ქალაქებში თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას. და ეს არის მომენტი, როდესაც როგორც მარქსი ამბობს, ბაზისი ჯანყდება ზედნაშენის წინააღმდეგ. ხო, პრინციპში ესაა რაც მინდოდა მეთქვა, აი ავტონომიურობაზე კიდე იმას ვიტყვი, რომ აი ხელოვნება ფილოსოფიან სამართალი ყოველწუთს არ იცვლება, ხო, ეკონომიკური გრაფიკის მიხედვით, ხო? აი ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანაში უფრო განვითარებული ფილოსოფია შეიძლება დაიბადოს, აი იმის დასტურად, რაც წეგანშენი კითხე. გერმანია გაცილებით უფრო ჩამორჩენილი ქვეყანა ეკონომიკურად მე-19 საუკუნეში, ვიდრე ინგლისი, გაცილებით, ხო თან? მაგრამ შეუდარებელი არის წვლილი გერმანული ფილოსოფიური, ესე ვთქვათ, სკოლის, გერმანული იდეალიზმის, კაცობრიობის წინაშე. ნუ აქ სუბიექტურიც ვარ, მაგრამ ლიტერატურისაც და ასე შემდეგ. კი ბატონო, ბოლოს და ბოლოს აი გერმანულმა იდეალიზმმა შვა, ხო, თავის წიაღიდან ეს მარქსისტული თეორია, ხო, არც მეტი, არც ნაკლები და საფრანგეთი ეკონომიკურად გაცილებით უფრო ჩამორჩენილია, მაგრამ გაცილებით უფრო რადიკალური ძვრები ხდება იქ, ხო? და ინგლისში რევოლუცია გაცილებით უფრო კომპრომისულია. მიუხედავად იმისა, რომ შეუდარებლად და განუზომლად უფრო ძლიერი, ესე ვთქვათ, ბაზისის მფლობელია ინგლისი იმ პერიოდში. აი, ერთი მაგალითი რომ მოუყვანოთ ჩვენს პოტენციურ მსმენელებს და მაყურებლებს, სტუდენტებს და ასე შემდეგ, აი წარმოვიდგინოთ მდინარე, ხო, კალაპოტი. ან ბაზისი არის ეს მდინარე, ძლავრი დინამიკური ნაკადი წყლის, რომელიც მუდმივად იმატებს და ზედნაშენი არის კალაპოტი, ქვები და მიწა, რომელიც ამ წყალს მიმართულებას აძლევს და აკავებს. აი ჩვეულებრივ დროს, ესე იგი, კალაპოტი მართავს წყალს, ანუ ზედნაშენი განსაზღვრავს ბაზისის ფორმას, მაგრამ როცა წყალი ზედმეტად ბევრი ხდება, ვთქვათ, გვიან გაზაფხულზე, ის ანგრევს ძველ კალაპოტს და იკლავს ახალ გზას, ხო? აი დიალექტიკური მომენტი სწორედ აქ ჩანს, რომ წყალი ქმნის კალაპოტს, აფორმირებს მას, მაგრამ კალაპოტი მართავს წყალს, საბოლოოდ ეს წყალი ბაზისი მაინც გადამწყვეტია, იმიტომ რომ მოვარდნილმა ნიაღვარმა შეიძლება წალეკოს და ფორმა უცვალოს იმ ჯებირებს და იმ კალაპოტს, რომელშიც ის მიედინება. ამიტომ ჩვენი იდეები მხოლოდ ჩრდილი და ანარეკლი კი არ არიან ბაზისის, ისინი არიან ინსტრუმენტები, რომლებითაც ჩვენ ამ კალაპოტს, ესე ვთქვათ, ვაფორმირებთ, რომ მდინარემ სწორი მიმართულებით იდინოს. აი ეს შემიძლია ვთქვა აი ამ ბაზისზე და ზედნაშენზე. ესე იგი, რა არის დიალექტიკური მატერიალიზმი, სამყაროს ლოგიკა, ძალიან ისე მარტივად რო ვთქვათ,
როგორც ამბობენ ხოლმე, ხო, ესე პოპულარულ ენაზე მარქსმა აიღო ეს ეგელის დიალექტიკური ჩონჩხი, მოძრაობა წინააღმდეგობის გზით, რომ ისტორია ვითარდება, რომ საგნის ესე ვთქვათ არსი არის წინააღმდეგობა, დაპირისპირებულთა ერთიანობა, საგანი, მაგრამ ის ესე ვთქვათ იდგა თავზე და მარქსმა ამოატრიალა, ხო, ფეხზე დააყენა. და რას ნიშნავს ახლა ეს ფეხზე დაყენება? მარქსი ამბობს, რომ მატერიის ფილოსოფია, ანუ აქ სამყაროს საფუძველია მატერია და არა იდეა და მარქსი ამბობს, რომ სუბსტანცია სამყაროსი ეს არის მატერია. ცნობიერება მატერიის განვითარების ესე ვთქვათ უმაღლესი პროდუქტია მარქსის აზრით. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ესე ვთქვათ მთელი რიგი დუალისტური ფილოსოფიური მიმდინარეობები, რომლებიც ამბობენ, რომ ორი სუბსტანცია არსებობს, ხო, სულიერი და მატერიალური და ადამიანში იყრის ეს ორი თავს, ხო, ანუ არ ვიცი, დეკარტი შეგვიძლია გავიხსენოთ პლატონი თუ სხვები და სხვები. მარქსისტულ ესე ვთქვათ ფილოსოფიაზე თუ გადავალთ, ეს არის მონისტური მსოფლმხედველობა, რომლის საფუძველიც ეს არის მატერია, ოღონდ ეს მატერია არამც და არამ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც მკვდარი მატერია, რაღაცა პასიური, ამას მჭვრეტელობით მატერიალიზმს უწოდებს, ხო, მარქსი რა არის მჭვრეტელობითი მატერიალიზმი? მარქსი ამბობს, რომ აქამდე მატერიალისტ ფილოსოფოსებს ეგონათ, რომ ადამიანი არის პასიური და უტყვი მიმღები გარემოსი და მასზე ეს გარემო აირეკლება პასიურად. გავიხსენოთ განმანათლებლობის ცნობილი დევიზი, ხო? გარემო პირობები აყალიბებს ადამიანს. მარქსი ამბობს, რომ მასწავლებელი თვითონ უნდა აღიზარდოს. ანუ ურთიერთმიმართება არის, ხო, ამ ორ შორის, ანუ ერთი მხრივ გარემოც ზემოქმედებს ჩვენზე, ჩვენც ზემოქმედებთ გარემოზე და ეს არის დიალექტიკური პროცესი და როდესაც ვამბობთ მატერიას, მატერია ეს არის მოძრაობა და არა რაღაცა მკვდრაჩობილი, ესე ვთქვათ, ფორმა, რომელიც არ ვიცი, დასაბამიდან დღემდე არის გაყინული, ხო, ეს მეტაფიზიკური აზროვნებაა, ხო? მეტაფიზიკური და დიალექტიკური აზროვნებაც განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტაფიზიკური აზროვნება მარქსისტვის ეს არის, როდესაც სამყაროს შემადგენელ ელემენტებს და ნაწილებს განვიხილავთ ერთმანეთისგან განხოლოვებულად, დაცილებულად, ვერ ვპოულობთ ამ ყველაფერთან კავშირს. დიალექტიკური მიდგომა სამყაროზე გულისხმობს იმას, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ერთმანეთთან გადახლართულია და სხვადასხვა, ანუ უბრალოდ სხვადასხვა ელემენტით შეგვიძლია ახსნათ სამყარო, ხო? ნებისმიერი ელემენტი სამყაროში ერთმანეთზე რეაგირებს და მოქმედებს და არ შეიძლება რომელიმე ეს ელემენტი, არ შეიძლება რომ, არ ვიცი, თავისუფლება ამოვაგდოთ ესე განხოლოვებულად და ცალკე განვიხილოთ ან ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები და არ ესე ვთქვათ გავაანალიზოთ ის ეკონომიკური ბაზისის ჭრილში, ხო? ამით. აი სწორედ ეს არის მეტაფიზიკური აზროვნება, როდესაც ჩვენ აბსტრაჰირებას, ანუ განყენებას ვახდენთ ერთი რომელიმე ესე ვთქვათ კონკრეტული ელემენტის სოციალურის, ეკონომიკურის, პოლიტიკურის მას მოუწყვეტ საერთო სურათიდან და ცალკე გავჭრეთ მას. და მარქსისტული ესე ვთქვათ ფილოსოფიის მთავარი დამსახურება ის არის, რომ ის ტოტალობაში, ანუ მთლიანობაში გვაჩვენებს, ხო, სამყაროს. და დღევანდელი ესე ვთქვათ ტენდენცია სხვათა შორის, აი პოსტმოდერნულ ფილოსოფიაში არის ისეთი, რომ ზუსტადაც აი ტოტალობის დაუწყება ხდება. ჩვენ სამყაროს კი აღარ შევისწავლოთ როგორც ტოტალობას და მთლიანობას. არა, ტრუმანდებით მაგალითად სხვადასხვა ცნებებზე, ხო? რაც პოსტსტრუქტურალისტურ ფილოსოფიას ახასიათებს. ანუ ის კი აღარ გვაინტერესებს, როგორი შეიძლება იყოს უფრო სამართლიანი საზოგადოება, ან რაღაც როგორ გავხდეთ უფრო მორალურები. არამედ რაღაცა ერთი კონკრეტული დაწესებულება როგორ მოვაწყოთ უკეთესად, ხო? აი ფუკოს პროექტი რო გავიხსენოთ, თქვათ, ფსიქიატრიული დაწესებულებები, რაც ძალიან კეთილშობილური იდეა იყო, მაგრამ ეს არ არის განხოლოვებული, ესე ვთქვათ, ნაწილი საზოგადოებისგან, ხო? დანარჩენი სხვა სტრუქტურებისგან. და მისი ამოცანა იყო მიკროპოლიტიკა და არა მაკროპოლიტიკა, ხო? აი უკვე ეს რაღაც არც თუ ისე კარგ ადამიანებთან ურთიერთობაში მხილებულ ნოამ ჩომსკისთან დებატებში ის ამბობს, რომ
ნებისმიერი, ესე ვთქვათ, დიდი საზოგადოებრივი პროექტი დღეს არის სახიფათო და საშიში. და თავის მხრივ იქ ჩომსკი ამბობს, რომ ადამიანი მოწოდებულია იმისკენ, რომ შეცვალოს ხო საზოგადოება. დღეს ამაზე არ ამოლაპარაკობს, იმიტომ რომ ტოტალობაზე არ ამოლაპარაკობს. ანუ როგორი არის თლიანობაში ჩვენი სამყარო და როგორ უნდა შეიცვალოს ის, ხო? და მარქსი თავის აი ამ მატერიის ცნებაში სწორედ აი ამ ტოტალობის მომენტსაც მოიაზრებს. ეს მატერია, ესე ვთქვათ, არის მუდმივ ცვალებადობაში და განვითარების ძრავა, როგორც მარქსი ამბობს, არის შიგნით არსებული დაპირისპირებული მხარეების ბრძოლა. კლასთან ანტაგონიზმი, ხო? კლასთა ბრძოლა არის სწორედ ეს დიალექტიკური მოძრაობა, რომელსაც ისტორია წინ მიყავს. როდესაც ცვლილებები გრდება, რაოდენობა, ხდება თვისებრივი ნახტომი და ვიღებთ ახალ მდგომარეობას. ხო, აი რევოლუციური ნახტომი რაც არის. რაც ევოლუციონისტურ თეორიაში არ გვაქვს. მაგალითად დარვინის თეორიაში, ხო? იქ ევოლუციური ხაზი არის განვითარების და არა რევოლუციური, რევოლუციურში აქ იგულისხმება არა მხოლოდ ესე ვთქვათ, ძალადობრივი ცვლილებები, ხო? აი ხშირად ეგრე წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ რაღაც რევოლუცია არის წალეკვა ძალადობის გზით რაღაცის და ევოლუცია უფრო რბილი გადასვლა, ხო? არა, რევოლუციური არის აი მაგალითად წყალი როცა იცვლის სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში როცა გადადის, ხო? ეს არის დიალექტიკური, ესე ვთქვათ, მომენტი, როდესაც რაღაც რაოდენობას აღწევს დუღილის ტემპერატურა და შემდეგ ის გარდაიქმნება აირად მდგომარეობაში. ანუ აი ხა რას გვეუბნება ამით მარქსი, ხო? ნუ უყურებთ საგნებს, როგორც გაყინულ სტატიკას, დაინახე მათში არსებული დაძაბულობა და განვითარების პოტენციალი. აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც უნდა დავინახოთ ჩვენ აი ამ მეთოდში. და ეს ახლა რატოა მნიშვნელოვანი, ხო? დიალექტიკური მატერიალიზმი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკა იმის, რომ მარქსი ეს არის რაღაცა 19 საუკუნის მსოფლიოზე მორგებული მოდელი და რაღაცა მარქსი. მაგრამ გეორგ ლუკაჩი, ხო? დიდი გერმანულენოვანი, ესე ვთქვათ, უნგრელი ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ის თავის ტექსტში ისტორია და კლასობრივი ცნობიერება რას ამბობს, რომ მარქსიზმში რევოლუციური ეს არის მეთოდი. და არა ეს არ არის დოგმატური, ესე ვთქვათ, მოძღვრება, ხო? მეთოდი რას გვეუბნება მარქსისტული, რომ ჩვენ სამყარო არ უნდა დავინახოთ როგორც გაყინული სტატიკა, უნდა დავინახოთ ის ტოტალობაში, დაძაბულობები, დაპირისპირებული მხარეების და განვითარების პოტენციალი და ასევე კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ და აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ. ხო, ეს შემეცნების საფეხურები, რომელიც პრინციპში მარქსის აძლევს იმ სასიცოცხლო ენერგიას და ძალას, რომ მან გადალახოს ეს, ესე ვთქვათ, ანუ ეს არ არის ერთი ეპოქის მოკლედ მოძღვრება ამის თქმამი და მარქსისტული მეთოდი არის ძალიან მოქნილი და ეს არის მეთოდი, რომლითაც დღესაც შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ სამყარო და თუნდაც გადავიაზროთ, ვაკრიტიკოთ თვითონ მარქსისტული კონცეპტები, ხო, რაც კაპიტალში გვხვდება, ან ეხლა ფიზიკურად ვერ გამჭვიტავდა მარქსი, არ ვიცი, ხელოვნურ ინტელექტს და იმას, არ ვიცი, ამაზონს და რაღაცა cloud capital-ს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა რაც შეეხება ისტორიულ მატერიალებს, ეს არის ისტორიის ძრავა, ეს არის დიალექტიკური პრინციპების გადატანა საზოგადოებაზე, ესე მარტივად რო ვთქვათ. ანუ ისტორიას ქმნიან, როგორც ვთქვით, არა გენიალური იდეები, არამედ ის თუ მარტივად და ესე პრიმიტიულად როგორ ჭამთ, როგორ სვამთ, როგორ ვიმოსებით, ანუ წარმოების წესი გასაზრდელს პოლიტიკას, რელიგიას და იდეოლოგიას, საზოგადოების შიგნით არსებული წინააღმდეგობა ამ წარმოებლებსა და მითვისებლებს შორის არის დიალექტიკური ძრავა, რომელსაც ისტორია წინ მიყავს, ხო? და აი მითვისებლებს როცა ვამბობთ ჩვენ, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ეს გამოვჩა, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ კაპიტალისტურ სისტემაში წარმოება ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, ხო? და მითვისება არის კერძო. ანუ ჩვენ
აი მაგალითად არ ვიცი რაღაც მეტალურგიულ ქარხანაში ათობით ათასი ადამიანი მუშაობს ისინი ქმნიან დოლარს რომელიც ბუნებამ გვიბოძა ჩვენ ის ცოდნა რომლითაც აი ამ წიაღისეულს მოვიპოვოთ ეს არის საკაცობრიო ზოგად საკაცობრიო ცოდნა და არავის არ ეკუთვნის ის ქარხანა რომელიც არის აშენებული ესეც არის საზოგადოებრივი შრომის შედეგი და ბუნებისგან აბოჭებული პროდუქტი მუშაობს ათობით ათასიან ათასობით ადამიანი ამ ქარხანაში მაგრამ ეს ადამიანები იღებენ 8 საათიდან 3 საათის ესე ვთქვათ შედეგს და დანარჩენს იღებს ადამიანი რომელმაც აი პირველად დაგროვებაზე რო საუბრობდით აი ამ მახინაციებით და ხერხებით მოახერხა ხელში ჩაგდება აი ამ საქართველოში 90-იან წლებს თუ გადავხედავთ პირველადი დაგროვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფტია ხო აქ როგორ ახერხებენ დღეს უკვე ჩვენ სახელზე არსებული ელიტები აი ამ ქონებების ხელში ჩაგდებას და სწორედ აქ არის ძაღლისთავი დამარხულშიათ ხო ისევე როგორც დიალექტიკაში აქაც საწარმოო ძალების განვითარება ადრე თუ გვიან ეჯახება ძველ საწარმოო ურთიერთობებს ბორკილავს რაც იწვევს სოციალურ რევოლუციას და ახალ ეპოქაზე გადასვლას ოღონდ ეხლა ერთი რაღაცა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის რომ ყოველთვის ამბობენ ვიღაცები ზოგი აგდებული ტონით რომ მარქსიზმი ეს წააგავს რელიგიას რომ რაღაცა წმენა არსებობს რომ სამყარო კომუნიზმში გადავა და რაღაცა კლასები აღარ იქნებიან სახელმწიფო აღარ იქნება და ეს არის გარდაუვალი ლოგიკა მარქსის მიერ დანახული არის სწორი და მეცნიერული ოღონდ თქვით ეს ხაზგასმით და ვინც მარქსის ტექსტებს წაიკითხავს ისიც ნახავს რომ გარდაუვალი ეს არ არის ადამიანის ჩარევის გარეშე ანუ თუ ადამიანები სწორად რეაგირებენ ამაზე სწორად არ იბრძვიან არა აქვს სწორი კლასობრივი ცნობიერება მაშინ ეს რა თქმა უნდა არ შეიცვლება ხო თორე დღესაც არსებობს იმის პოტენციალი საწარმოო ძალებს და წარმოებით ურთიერთობებს შორის არის დაძაბულობა და ეს ხელის ყურძია ჩამოთვალეთ ამის მაგალითები მაგრამ ამას უნდა მუშათა კლასის დარაზმულობა ორგანიზება თვითდისციპლინა ხო ეს ესე ინდივიდუალურად ერთი ხელის მოსმით და ვიღაცის თვითნებობაზე დაფუძნებული არ არის ხო ესე იგი დიალექტიკური მატერიალიზმი არის სათვალე რომელიც სამყაროში ყველგან წინააღმდეგობებს და მოძრაობებს გვაჩვენებს ხოლო როცა ამ სათვალით კონკრეტულად კაცობრიობის წარსულს და აწყოს უყურებ იღებს ისტორიული მატერიალიზმის ფორმას ხო იდეოლოგია გვეუბნება რომ ისტორია არის შემთხვევითობების კრებულიც რაღაცეების შემთხვევით ხდება მარქსი ამბობს რომ ისტორიას აქვს ლოგიკა აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონზომიერება აქვს ხო ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის რომელიც კლასობრივ ბრძოლაში გადადის და თუ ისტორია ესე ვთქვათ მატერიალურმა ძალებმა შექმნეს ანუ ჩვენ ადამიანებმა შევქმნით შეგვიძლია მისი შეცვლა და წინარე ისტორიიდან ანუ ჩაგვრიდან ნამდვილ ისტორიაში ანუ თავისუფლებაში გადასვლა აი შემიძლია თქვა ამაზე მოკლედ და 2 საათიან ნიშნულსაც მივახლოვდით. აჰა შეგვიძლია შევაჯამოთ. თქვენ კი ახსენეთ მე მგონია რომ შეჯამებისთვის ის ფრაზა რომ თქვით რომ მეთოდია ლუკაჩი რო გაიხსენეთ და ეს მეთოდი აქტუალობას არ კარგავს მან არის ძალიან ბევრი ნათქვამი იმის შესახებ რომ ამ ეპოქაშიც და ნებისმიერ ეპოქაშიც მარქსი მისი დააზრევი მისი თეორია მნიშვნელობას ინარჩუნებს მაგრამ აი დღეს მაინც სპეციფიკურ ეპოქაში ვცხოვრობთ ძალიან დიდი უთანასწორობების ეპოქაში განსაკუთრებული ჩაგვრის ეპოქაში აი ამ ომების და უბედურებების და ტანჯვის ეპოქაში მართლა მასები მილიონობით და მილიარდობით ადამიანი უბედურებაში და საშინელებაში ცხოვრობს და აი ეს ბუნებრივად აჩენს ხო ნებისმიერ დამკვირვებულ ადამიანში იმის განცდას რომ მარქსი მისი მეთოდი მისი მოძღვრება კვლავ აქტუალურია და მარტო უბრალოდ აქტუალური კი არ არის აი ეს ძალიან ეხება და ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას და აი ამ ყოფას პირდაპირ პასუხობს მის ყველაზე
მძიმე, ყველაზე რთულ ხვეულებს, რომელიც ჩვენს ეპოქას და ჩვენს საზოგადოებას აქვთ. აი, თქვენ რას გვეტყოდით, როგორც სპეციალისტი, მკვლევარი, ამ ეპოქაში, ამ საშინელ ეპოქაში კიდევ დამატებით რა განაპირობებს მარქსიზმის განსაკუთრებულ აქტუალობას? მე სანამ ესე ვთქვათ, გადავალ შენი კითხვის პასუხზე, მინდა რომ ყველას ურჩივა ეს ტექსტი, არ ვიცი, ჩანს თუ არა, ტერლიტორის ტექსტი არის, თანამედროვე ბრიტანელი ავტორის, რატომ იყო მარქსი მართალი, why Marx was right. ეს ტექსტი გამოვიყენე, ძალიან ისე სქემატურად, რომ აი ამ კითხვაზე პასუხი გამეცა და ყველას ურჩევ, რომ ეს ტექსტი წაიკითხოს, ვისაც აი შენს კითხვაზე პასუხი გაცილებით უფრო ფუნდამენტურად, სიღრმისეულად და მხატვრულად და სხვათა შორის აინტერესებს, ვისაც კითხვა გეზარებათ, შეგიძლიათ YouTube-ზე დასერჩოთ ტერი იკტონი და საუბრობს მის აი ამ ტექსტზე და მეც რა ვიცი, ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ აი იგლტონი ამოს ერთ საინტერესო რამეს, რომ მარქსი იგლტონ კი არ წერდა ამდენს, ხო, ეკონომიკაზე, რომ ეს სფერო იყო მისი, ესე ვთქვათ, საყვარელი სფერო. და ტრაგიკული ფიგურაა, ხო, მარქსი, ყოველთვის უნდოდა რომ ეწერა, არ ვიცი, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, კრიტიკა, აი ლიტერატურის ფილოსოფია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მისი ვალდებულება გახდა კაპიტალის შექმნა, დამუშავება და შემდეგ მისმა მეგობარმა ფრიდრიხ ენგელსმა დაასრულა, ხო, ეს დიდი პროექტი, რომელმაც მთელი საცოცხლო ენერგია წაართვა მარქსს და მუშაობდა არქივებში, სტატისტიკებზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ მას უნდოდა რომ ეკონომიკის ძალაუფლება შემცირებინა ადამიანზე. აი ეს იყო მარქსის ამოცანა. იმით რომ მან დაგვიტოვა კაპიტალი, ეს იყო მისი მიზანი, რომ ყოფილი გვეცხოვრა სამყაროში ადამიანებს, სადაც ადამიანს აღარ მოუწევდა მთელი ცხოვრების დახარჯვა გადარჩენისთვის ბრძოლაში, ხო? მარქსი, ესე ვთქვათ, თავისი ასით არის ესე ვთქვათ, როგორ წარმოუდგენიათ ხოლმე, ყაზარმული კომუნიზმის ფილოსოფია კი არის, სადაც ყველა ღარიბი არის და დილით ქარხნებში შეყრიან, ექნება ყველა სამუშაო, მაგრამ ქარხნებში შეყრიან და საღამოს სახლებში გამოყრიან. ხო? ეს არის დასვენების, ადამიანური სასიცოცხლო ენერგიის გაფუჭკნის ფილოსოფია და მისი მიზანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, აი ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ იწვეს, ეწეოდეს და კითხულობდეს. თევზაობდეს რაღაც მომენტში და ეხლა ეს არ არის, ხო, თევზაობდეს, მე რაღაცა ლიტერატურულ კრიტიკას აწარმოებდეს, როგორც გერმანულ იდეოლოგიაში ცნობილ პასაჟში ამბობს და ვიღაცებს შეიძლება გაეცინოთ და რაღაც უტოპიად მონათლონ, მაგრამ სანამ გაიცინებთ ვინმე, სანამ უტოპიად მონათლავთ, ან რაღაცა ანას და ბანას გავეცნოთ მარქსიზმისას, განვასხვაოთ ის უტოპიური სოციალიზმისგან, ეს ჩვენსავე თავზე მეტყველებს ხოლმე ის, როდესაც ვიტყვით, რომ რაღაცა კომუნიზმი ან სოციალიზმი ეს არის უტოპია, როდესაც ეს ორი ცნება ხდება სალანძღავი სიტყვა, ამით ჩვენ თვითონ, არ ვიცი, მეგობრებო და კიდევ სხვებო ვიჭრით იმ ტოტს, რაზეც ვხედავთ, იმიტომ რომ ეს თეორიული განაზრებები გვეხმარება ჩვენ იმაში, რომ ჩვენი როლი განსაზღვროთ ამ საზოგადოებაში, ვინ ვართ, საით მივდივართ, იმიტომ რომ გაუაზრებლად ყოფნა ხო ამ სისტემაში ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ამ სისტემის მხარეს ვიქნებით. და ამ სისტემას დავეხმარებით 1000 საშინელების კეთებაში, ხო? როგორც კიდევ ერთ დიდი ფილოსოფოსი რო გავუხსენოთ ანტონიო გრამში რას ამბობს ის, რომ ნეიტრალურობა ამ ვითარებაში ნიშნავს ჰეგემონის წისქვილზე, ანუ გაბატონებული წესრიგის წისქვილზე წყლის დასხმას. რომელიც ავიწყდებათ ხოლმე, რომ მარქსისტი იყო და რაღაც ატაცებული ყავთ და ძალიან უყვართ გრამში. მარქსისტი თანაც არც ისე რბილი. თავგანწირული, არამხოლოდ რბილი და იდეურად ძალიან მყარი და პირდაპირ, არამედ თავი რო გადადო და სიცოცხლე რო შესწირა მაგიდებს ეგეთი და მარტო თურმე ჰეგემონიაზე დაუწერია და მეტი არ უფიქრია და ხო, ვის ჰეგემონია მარტო ბაზისად გამოიყენა და
არ აქვს მასთან საერთო. ეგ ტენდენცია შეგვიმჩნევია ალბათ თანამედროვე აკადემიაში. კი, გამოშიგნა, ლიბერალურ არა პრობლემა. გამოშიგნა და ატაცება. ეხლა მეორე მომენტი არის ის, რომ 90-იან წლებში გვახსოვს ჩვენ ალბათ მე არ მახსოვს, შეიძლება არჩენ არ გახსოვს. ძალიან პატარები ვიყავით, მაგრამ იყო ეს აჟიოტაჟი ისტორიის დასასრულთან მიმართებით, ხო? კაპიტალიზმი სამუდამოა, გაიმარჯვა ლიბერალურმა დემოკრატიამ და ტერიგტონი ჩვენი პროფესორებისგან ხო გვახსოვს, რომ მანტრის ქვეშ იყვნენ მაგიდეების დამარცხებიდან 20 წლის შემდეგაც კი. კი, სამწუხაროდ და იგლტონი ამბობს, რომ ეს ილუზია დაიმსხვრა ჯერ 2001 წლის 11 სექტემბერს და შემდეგ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი. ეს ტექსტი არც მახსოვს, როდისაა გამოცემული, იმის მერე კიდე ბევრი რაღაც მოხდა და ალბათ ეს რო დაეწერა 2011-ში. ალბათ კიდე ბევრ რაღაცას მიამატებდა, ხო? მით უმეტეს აი ამ ტრამპისტული რაღაცა არეუდარევის ფონზე. როდესაც ესე იგი სისტემა კრიზისშია, ის ხილული ხდება და ჩვენ ვიწყებთ კითხვების დასმას მექანიზმებზე, ხო, რომლებიც აქამდე ბუნებრივი გვეგონა. აი, ესეთი კრიზისები, რომელიც კაპიტალიზმში არც თუ ისე იშვიათია, რისკენ გვიბიძგებს, რომ გაგვიჩნდეს კითხვა, რომ ეს თუ ესეთი ბუნებრივი წესრიგია, რასაც გვეუბნებიან. და დღეს ვეღარ მოახერხე მაგის თქმა, მე გავაკეთოთ კიდე ერთი შეხვედრა, სადაც ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ აჯერებს დღევანდელი იდეოლოგია ადამიანს, რომ კერძო საკუთრება ეს არის მისწრაფება ბუნებრივი ადამიანის, რომ ადამიანი ბუნებით ხარბია, რომ თითქოს კაცობრიობის გაჩენიდან არ ვიცი, კაპიტალიზმამდე კაცობრიობა სულ კაპიტალიზმისკენ მიისწრაფოდა და კერძო საკუთრება იყო კულტი. აი, დევიდ გრებერის ყველაფრის გარიჟრაჟი, ხო, შეგვიძლია გავიხსენოთ ეს ტექსტი, სადაც ის აღწერს, როგორი კომპლექსური და რთული საზოგადოებები არსებობდა ბრჭყალებში პირველყოფილ არქაულ საზოგადოებებში, როგორი მობილური და ჩვენზე გაცილებით უფრო მეტად რაციონალური იყო ის ყოველგვარი კერძო საკუთრებების ექსპლუატაციის, ზედმეტი ღირებულების და მსგავსი ანტიჰუმანური მექანიზმების გარეშე. დევიდ გრებერამდე მისვლა რა თქვიდა, როცა ენგელსი როგორ წერდა ამ პირველ ყოფილ საზოგადოებებზე და მის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე, სწორედ კერძო საკუთრების და ექსპლუატაციის და უბედურების კი, მნიშვნელოვანი ტექსტი არის ენგელსის, ხო, კარგად გაგახსენდა. ხო, ესე იგი მარქსიზმი შევაჯამოთ. ხო, ესე იგი ერთი მხრივ მარქსიზმი ერთდროულად ხედავდა ამ ორ ისტორიას, ხო, ერთ პროგრესს, თავისუფლებას და მეორე მხრივ საშინელ ექსპლუატაციას, ჩაგვრას, რაც ერთ და იგივე სისტემის პროდუქტია და ანუ ისი თქმა მინდა, რომ აი ესეთი კრიზისები კიდევ უფრო მეტ აქტუალობას აძლევს მარქსს, ხო? ესეთი ფუნდამენტური ძროების დროს ჩვენ გვინდა კითხვებზე პასუხის გაცემა და აი ამ კითხვებზე პასუხი მოიძიება მარქსისტულ ტრადიციაში და კიდე ერთ ვიტყვი, რომ მარქსი არ არის მკითხავი, ხო? როგორც წარმოაჩენენ ხოლმე. აი პოლიტმეცნიერების ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ეწერა დაახლოებით ესეთი რაღაცა, რომ იყო დიდი წინასწარმეტყველი. მაგრამ ძველი აქმნის წინასწარმეტყველების მსგავსი არ ყოფილა, ხო? ის უბრალოდ გვაფრთხილებდა იმის შესახებ, ანუ რა ლოგიკითაც ვითარდებოდა ისტორია და კაპიტალიზმი და კიდე ერთი მომენტი რო ვთქვათ, აი ეს ინდივიდუალიზმს რო უყენებენ ხოლმე, ხო, კიდე რაღაცა ესე ვთქვათ, ჩივიან ამაზე, რომ მარქსი ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, ესეც არსად არ გვხვდება მარქსისტულ ტრადიციაში. თუ ვინმე ამის უფრო ღრმად შესწავლა უნდა, შეუძლია ნახოს თუნდაც ეს ეკონომიკურ ფილოსოფიური მანუსკრიპტი და ყველას ერთი ფორმებში, უნიფორმაში ჩაცმა და ინდივიდუალური მრავალფეროვნების გაქრობა, რომელიც კაპიტალიზმის პირობებში ქრება და კაპიტალიზმის პირობებში ერთგვაროვდება ადამიანი და არა სოციალისტურში. აი ეს მითიც რომ ამასაც რომ შევეხოთ და სოციალიზმი მარქსიზმისთვის იყო არა უბრალოდ არა დემოკრატიისტერი უბრალოდ არამედ დემოკრატიის გაღრმავება, ხო? რადიკალური დემოკრატია შეგვიძლია დავარქვათ ამას, როცა დემოკრატია აღწევს არა უბრალოდ მხოლოდ პარლამენტში, არამედ სამუშაო ადგილზე და ყოველდღიურ შრომაში. ყოველდღიურ
ყოფაში არის დემოკრატიულობა ჩაწუნული და არა წარმომადგენლობით ორგანოებში. ესე იგი, ვაჯამებ უკვე და აი ამით ვასრულებ ჩემს სიტყვას. მარქსი იყო არა წინასწარმეტყველი, არამედ დიაგნოზი დაუსვა მან კაპიტალიზმს და მან დაგვანახა, რომ კაპიტალიზმი არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, არამედ ისტორიის ძალიან მცირე მონაკვეთია სხვათა შორის, რომელიც დაიბადა და შესაბამისად დასრულდება კიდეც აუცილებლად. აი ჰეგელიანური ფორმულა რომ მოვიყვანოთ, რაც არსებობს ღირსია რომ განადგურდეს და ეს აუცილებლად ესე იქნება. იმიტომ რომ ისტორიაში აქამდე სხვანაირად არ ყოფილა ფიზიკურად და მარქსიზმი დღეს არის მოწოდება რომ დავიბრუნოთ ჩვენი ცხოვრება, ხო? ეს არის ბრძოლა იმისთვის რომ ადამიანი იყოს არა საქონელი, არამედ ნამდვილი ისტორია დაიწყოს და დავასრულოთ ჩვენი ისტორია, ანუ კლასობრივი ჩაგვრა და პირველად გავხდეთ საკუთარი ბედის და თავის ბატონ პატრონები. სახელმწიფო ჩაბარდება მუზეუმს, როგორც ენგელსი ამბობს, როგორც იმ ეპოქის სიმბოლო, რომელსაც ჭირდებოდა ადამიანების ურთიერთჩავრა მოგების მისაღებად. ამიტომ ყველა ის პრობლემა, რაც მარქსიზმშია წამოჭრილი თავის დროზე 19-20 საუკუნის დასაწყისში, აი ტიტანურ მოაზროვნეებთან, დღესაც რჩება სახეცვლილად, მაგრამ ფუნდამენტი არ შეცვლილა, ბაზისი გადასხვაფერდა, მაგრამ მისი ძირითადი კონტურები ხელუხლებელი, ანუ რა არის ძირითადი კონტურები, ზედმეტი ღირებულება არ წასულა, ჩვენი სამუშაო ძალა კვლავ ბაზარზე იყიდება, ჩვენ შრომას კვლავ ითვისებენ, უბრალოდ კვლავ არ აქვს სამუშაო უბრალოდ საწარმოო საშუალებებზე წვდომა და კოლექტივიზება მოხდა ამ საწარმოო საშუალებების და პირიქით მსოფლიო სიმდიდრის არ ვიცი უმეტესობა 1%-ის ხელში არის თავმოყრილი, ამიტომ მარქსიზმი დღეს გვჭირდება ისე როგორც არასდროს. დიდი მადლობა შესანიშნავი შეჯამებისთვის და მე მგონია რომ ამ მოხსენების მერე ბევრი მართლა მიხვდება, დაფიქრდება, რამდენად სერიოზულ, მრავალმხრივ, მეცნიერულ მიდგომასთან და მოწყურებასთან გვაქვს საქმე მარქსიზმის სახით და მართლა რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა იგი ჩვენს ეპოქაში და ჩვენს რეალობაში. და მოემსახურება ალბათ ეს მიმოხილვა იმასაც, რომ აი ეს უამრავი კედელი, რომელიც აღმართა ისტორიის სხვადასხვა ეპოქამ და მდინარებამ მარქსიზმის წინ, რათა ის არ მისულიყო პატარა საქართველოს რიგით მოქალაქემდე, აი ეს კედლებიც ცოტა შეირხეს და მას უფრო მეტი ბზარი გაუჩნდეს. ასე რომ დიდი მადლობა და ავიბევებ რომ მომავალში შეგვიძლია უფრო ისე მოვაწყოთ კიდე 1-2 ადამიანი დავიმატოთ მარქსისტი და დისკუსიის სახით ან რაღაცა ძალიან კარგი იქნება. საერთო ფორმით გავაღრმავოთ ის თემები, რაც შეიძლება იკითხონ ჩვენმა მაყურებლებმა და მსმენელებმა და შეკითხვების სახით. ხო, აი კომენტარებში თუ გაუჩნდებათ კითხვები, მე შეგვიძლია ამას დაეფუძნოს ან ისეც რაღაც საკითხები გავაღრმავოთ. დიდი სიამოვნებით. მადლობა. მადლობა.